როდესაც უკრაინა აგრძელებს უფრო ჭკვიან და ეფექტიან გზებს ეძებს რუსეთის დრონების სრონების საფრთხესთან გასამკლავებლად, მან ახლახან რაღაც ახალი დანერგა. რაღაც ისეთი, რაც პენტაგონსაც კი ჯერ არ გამოუშვია და რისი შეჩერებაც რუსეთს არ შეუძლია. საჰაერო გადამჭერი დრონების გაშვების პლატფორმა. მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც სერიოზულად გადააკეთეს იმისთვის, რომ არა რაკეტები ან ბომბები, არამედ დრონები გაუშვას აერში, რომლებიც შემდეგ ეძებენ და ანადგურებენ მტრის უპილოტო საფრენ აპარატებს. ეს გამორჩეული ინოვაციაა და მას შეუძლია უკრაინას კიდევ უფრო მეტი იმპულსი მისცეს, როცა ომში წინ მიიწევს. და ეს ყველაფერი დაიწყო უბრალოდ თვითმფრინავით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ შეიქმნა. Antonov AN-28. ეს არ არის რაიმე ფეშენებელური გამანადგურებელი ან დახვეწილი საბრძოლო თვითმფრინავი. უბრალოდ ორმოტორიანი ტურბოპროპულის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც პირველი ფრენა 1979 წელს შეასრულა და თავისი არსებობის დიდი ნაწილი ასე გაატარა. გამოიყენებოდა როგორც მოკლე მაგისტრალური სამგზავრო თვითმფრინავი, ან როგორც მრავალფუნქციური თვითმფრინავი ადამიანების, ტვირთის ან სხვა ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში გადასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფრინავებიდან თითქმის 200 აშენდა, დღესდღეობით მხოლოდ 10-ოდე მათგანი რჩება მოქმედ მდგომარეობაში. ზოგიერთი მათგანი კვლავ გამოიყენება ავიაკომპანიების მომსახურებისთვის რუსეთში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. ასევე იუწყებიან, რომ მცირე რაოდენობა კვლავ სამხედრო სამსახურშია საქართველოში, თანზანიასა და უკრაინაში. სოფლიოს უმეტეს სამხედროებს ასეთი თვითმფრინავი დიდად ღირებულად არ მიაჩნიათ. ის შედარებით ძველია და პატარა, არც ისე სწრაფია და საბძრაფია და საბრძოლო მოქმედებებისთვის არ არის შექმნილი. თუმცა უკრაინის სამხედრო ძალები სხვანაირია. ისინი არაფერს ფლანგავენ. ის უბრალოდ არ ჩამოწერს ძველ ტექნიკას, მხოლოდ მათი ასაკის ან მოჩვენებითი უმნიშვნელობის გამო. ამის ნაცვლად ის ეძებს ღირებულებას იქ, სადაც სხვები ვერ დაინახავდნენ. ის არასტანდარტულად აზროვნებს და ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ტექნიკა და აღჭურვილობა. ის ადგენს გლობალურ სტანდარტს, როგორც თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახე სამხედრო ძალა, რომელიც უმნიშვნელო რესურსებს უპრობლემოდ აქცევს მსოფლიო დონის ინოვაციებად. ის ამას აკეთებს არა აუცილებლად იმიტომ, რომ სურს, არამედ იმიტომ, რომ იძულებულია. რადგან უკრაინა უპირისპირდება ბევრად უფრო დიდ მოწინააღმდეგეს, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვს. რუსეთს აქვს მეტი ტანკი, მეტი ჯავშანმანქანა, მეტი რაკეტა, მეტი ბომბი, მეტი დრონი და მეტი ჯარისკაცი, ვიდრე უკრაინას შეუძლია მოაგროოს. და როცა ესეთ მასშტაბის მოწინააღმდეგეს ებრძვი, არაფრის გაფლანგვის უფლება არ გაქვს. უნდა იყო გამჭრიახი, თუ გადარჩენა გინდა. ასე რომ, როცა უმეტეს ქვეყნებში Antonov AN-28 უყურებენ, უბრალოდ ძველ მოსაცვენწყენ დამხმარე თვითმფრინავს ხედავენ. როცა უკრაინა Antonov AN-28 უყვას, მასში გამოუყენებელი პოტენციალის ოქროს საბადოს ხედავს. მისმა ინჟინრებმა გააცნობიერეს, რომ ცოტა შრომითა და რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებით, ეს თვითმფრინავი შეიძლება გადაიქცეს მნიშვნელოვან იარავად რუსეთის დრონების მასობრივი შეტევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ, 2026 წლის თებერვალში პირველად ვიხილეთ, რას შეძლებდა გაუმჯობესებული AN-28. ფრანგული ტელეარხის TF1-ის კადრები გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთი ღამის საბრძოლო მისიის შესრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალური AN-28-ის დიზაინი არ ითვალისწინებდა იარაღს ან შეიარაღებას, ამ AN-28-ს ჰქონდა საკუთარი 6-ლულიანი გატლინგის ტიპის 7.62 M-იანი EMAS-34 მინიგანი, რომელიც კაბინის კარზე იყო დამონტაჟებული. ეს მინიგანი, რომელსაც შეუძლია წუთში 3000-დან 6000-მდე ტყვიის გასროლა, ანუ წამში დაახლოებით 50-დან 100-მდე საჰაერო ოპერაციებში წარმატებით არის გამოცდილი და ეფექტურობით გამოირჩევა. მაგალითად, ის სტანდარტულად იყო დაყენებული AC-47 ბუგიში, ასევე სხვადასხვა გვერდით მსროლელ საბრძოლო თვითმფრინავებში, თუმცა ისტორიულად გამოიყენებოდა მიწაზე მდებარე სამიზნეების დასართმელად. თუმცა AN-28-ში უკრაინას სხვა ტიპის სამიზნე ყავდა არჩეული, რუსული დრონები და აღმოჩნდა, რომ ის გასაოცრად ეფექტურია. ფრანგულ ტელევიზიაში ნაჩვენებმა კადრებმა აჩვენა, რომ AN-28-ის კაბინის ქვეშ იყო დახატული 115 შაჰიდის ან ჯერონის ტიპის შორმანძილზე მოქმედი ერთმიმართულებიანი შეტევითი დრონის სილუეტი. თითოეული მათგანი კი დადასტურებულ ჩამოგდებას აღნიშნავდა. ორი სილუეტი ხვიტლად იყო შეღებილი, რაც შესაძლოა უფრო მეტ ჩამოგდებას აღნიშნავდეს. ხოლო სიუჟეტში ითქვა, რომ AN-28 და მისმა 4-კაციანმა ეკიპაჟმა გადაღების დროისთვის თითქმის 150 დრონი გაანადგურეს. სიუჟეტში დეტალურად აღწერეს, თუ როგორ მუშაობს თვითმფრინავი რეალურად. განმარტეს, რომ AN-28-ის ეკიპაჟი თითქმის ყოველთვის კავშირზეა საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების სახმელეთო ჯგუფებთან, რომლებიც თვითმფრინავს იმ ადგილებისკენ მიმართავენ, სადაც რუსული დრონები შენიშნეს. ეკიპაჟის თითოეულ წევრს თავისი როლი აქვს ამ დრონების პოვნასა და განადგურებაში. მაგალითად არის კამერის ოპერატორი, რომელიც ინფრაწითელი ეკრანის წინ ზის და უყურებს თვითმფრინავის გარეთ დამონტაჟებული კამერიდან პირდაპირ სიგნალს. აკვირდება გარშემო ცას რაიმე აქტივობის ნიშნების გამოსავლენად.
პილოტის გარდა თვითფრინავში არის მსროლელიც, რომელსაც ღამის ხედვის სათვალეები აქვს და მისი ამოცანაა მართოს და ესროლოს მინიგანით ნებისმიერ დრონს, რომელიც ტერიტორიაზე გამოჩნდება. მეოთხე და ბოლო ეკიპაჟის წევრის ზუსტი როლი დეტალურად არ არის აღწერილი, მაგრამ შესაძლებელია, რომ მას დაევალოს სხვადასხვა ამოცანები, მაგალითად, მინიგანის გაჭედვის აღმოფხრა, მისი ხელახლა დატენვა ან სხვა ეკიპაჟის წევრების დახმარება სხვადასხვა საკითხში. როგორც არ უნდა იყოს, ეკიპაჟის ყველაზე შთამბეჭდავი რამ ისაა, რომ ისინი არ არიან სამხედროები მრავალწლიანი საბრძოლო გამოცდილებით, არამედ სამოქალაქო მოხალისეები, რომლებმაც გადაწყვიტეს ცაში აფრენა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება სამშობლოს დასაცავად. და ყოველი აფრენა შეიძლება მათი ბოლო იყოს, რადგან EN-20 8 ომისთვის არ არის შექმნილი. მით უმეტეს არა 20 1 საუკუნის ომისთვის. ჰიპერსონიკული რაკეტებითა და კამიკაძე უპილოტო აპარატებით, რომლებიც ასეთ პატარა თვითფრინავებს თვალის დახამხამებაში ანადგურებენ. საკმარისია მხოლოდ ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტა ან დრონი სწორ ადგილას მოხდეს, რომ ეს თვითფრინავი თრიალით ჩამოვარდეს და რუსეთი მუდმივად ზრდის საფრთხეს. მაგალითად 2026 წლის პირველ თვეებში ჩნდება ცნობები, რომ კრემლის ჯარები თავიანთ დრონებს ახალ შეიარაღებას ამატებენ, მათ შორის პორტატულ საზენიტო სარაკეტო სისტემებს, MEMPATS და R-60 საჰაერო რაკეტებს, რაც მათ უფრო მომაკვდინებელს ხდის ვიდრე ადრე. დრონების უახლეს ტალღებს ასევე უმატებენ თვითდაცვით სისტემებს, რაც ზრდის მათ გადარჩენის შანსს ჰაერში. მაგრამ რუსეთი ერთადერთი არ არის, ვინც გაუმჯობესებებს ახორციელებს. უკრაინაც აუმჯობესებს თავის აღჭურვილობას. მინიგანის დამატება მხოლოდ დასაწყისი იყო. ეხლა AN-20 8 გადაკეთებულია ჩამჭერი დრონის პლატფორმად. ეს გამოაშკარავდა ვიდეოში, რომელიც 2026 წლის აპრილში გააზიარა უკრაინელმა პილოტმა და მოხალისემ ტიმურ ფატკულინმა, რომელსაც უკრაინის ყველაზე გამორჩეული საავიაციო ინოვაციების ჩვენების ისტორია აქვს. ვიდეოში ჩანს, რომ AN-20 8-ს დაამონტაჟდა ფრთის ქვეშ მდებარე საკიდრები, რომლებზეც დამაგრებულია ორი განსხვავებული ტიპის ჩამჭერი დრონი, Skyfall P1-Sun და Merops A3 Surveyor. Sun ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ეფექტური ჩამჭერი დრონია უკრაინის არსენალში. მისი ფორმა თითქმის ტყვიას ჰგავს და აქვს მოდულური სამგაზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული კარკასი. მას შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ საკრუიზო სიჩქარეს, დაახლოებით 300 კმ/სთ-ში, ანუ 185 მილი/სთ-ში. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გაცილებით სწრაფად გადაადგილება. მაქსიმალური სიჩქარეა დაახლოებით 450 კმ/სთ-ში, ანუ 280 მილი/სთ-ში. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ამ ჩამჭერმა დაეციოს და გაანადგუროს თითქმის ნებისმიერი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს. გარდა ამისა, P1-Sun ძალიან იაფია წარმოებაში. თითოეული ერთეულის ღირებულება დაახლოებით $1000 და ისინი გამოიყენება რუსული დრონების გასანადგურებლად, რომელთა ღირებულება 20, 30 ან თუნდაც 50-10000 თითოეულ შემთხვევაში. Skyfall ამბობს, რომ შეუძლია ყოველთვიურად 50000-მდე ასეთი ჩამჭერის წარმოება, რაც უზარმაზარი დახმარება იქნება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის მომავალში, განსაკუთრებით ინოვაციური ახალი პლატფორმებით, როგორიცაა თავად AN-20 8. მეორე დრონი, რომელიც თვითფრინავზე ჩანდა, იყო Merops AS3 Surveyor. ისევე როგორც P1-Sun EAS, სამი კიდევ ერთი პატარა და შედარებით იაფი დრონია, რომელიც შექმნილია სხვა უპილოტო საფრენი აპარატების საძიებლად და გასანადგურებლად ჰაერში, რათა ისინი მიზნებთან მიახლოებამდე გაანადგუროს. თუმცა მაშინ როცა P1-Sun-ი ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური და ეკონომიური ვარიანტია და მიზნად ისახავს უფრო პატარა და იაფასიანი რუსული დრონების განადგურებას, AS3 შექმნილია ოდნავ უფრო რთული სამიზნეების გასანადგურებლად. ის შეიქმნა კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის Perennial Autonomy's მიერ, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Project Eagle და გამოირჩევა მოქმედების დიაპაზონით 12.5 მილამდე, ანუ 20 კმ-მდე და მაქსიმალური სიჩქარის მიღწევის უნარით დაახლოებით 175 მილი/სთ-ში, ანუ 280 კმ/სთ-ში. მისი მართვა შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე ავტონომიურ რეჟიმში, სადაც ხელოვნური ინტელექტის სისტემა აკონტროლებს მის ყველა მოძრაობას, ხოლო ჩაშენებული სენსორები ეხმარება სამიზნის იდენტიფიცირებასა და თვალთვალში. თითოეულ ერთეულს აქვს 2 კილოგრამიანი, ანუ 4.4 ფუნტიანი ასაფეთქებელი ქობინი და შეუძლია გაანადგუროს სამიზნე ან პირდაპირი შეჯახებით, ან ქობინის აფეთქებით ებით ახლო მანძილზე ყოფნისას. უკრაინა Meropis სისტემებს 2024 წლიდან იყენებს. ამ დრონების ნაწილი ასევე გადაეცა აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს, მაგალითად პოლონეთსა და რუმინეთს, ოპერაცია აღმოსავლეთის დარაჯის ფარგლებში, რათა გაძლიერებულიყო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა. აშშ-ის არმიის მიხედვით თითოეული AS3-ის ღირებულება დაახლოებით $15000-ია, თუმცა მას შეიძლება ფასი $3000-მდე შეუმცირდეს, თუ წარმოება გაიზრდება და ოპტიმიზირდება. ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და გააიაფებს უკრაინისთვის AO-8-ის აღჭურვას, ცაში აფრენას და რუსული დრონების ერთის შემდეგ მეორის ჩამოგდებას.
ისე რომ ამ პროცესში უზარმაზარი თანხები არ დაიხარჯოს. მაგრამ სანამ ზუსტად ნახავთ როგორ უშვებს AN28 თავის ჩამონგდებს და რა უნიკალურ უპირატესობებს იძლევა ეს, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს მოსაყოლი. თუ თქვენთვის საინტერესოა The Military Show, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეხლა 2026 წლის აპრილის AN28-ის კადრები აჩვენებს ჩამონგდებლებს მოქმედებაში. ჩვენ ხედავთ როგორ ამჩნევს და ადასტურებს თვითმფრინავის ეკიპაჟი მტრულ დრონს ტერიტორიაზე, სანამ ერთ-ერთ P1 სანს გაუშვებენ. ჩამონგდებელი მხისიერად მიემართება სამიზნისკენ, ახლო მანძილზე ფეთქდება და ჰაერიდან აგდებს მას. ეს ყველაფერი წამებში ხდება. Peth Kulini, პილოტი, რომელმაც ეს კადრები ატვირთა, აღწერაში ადასტურებს, რომ თვითმფრინავიდან გაშვებულმა P1 სან ჩამონგდებლებმა უკვე დაამტკიცეს ეფექტიანობა რეალურ საბრძოლო პირობებში. ის ამატებს, სავარჯიშო ფრენების დროს კიდევ რამდენიმე სხვა ჩამონგდებელი დრონი გამოვცადეთ. ამას შეიძლება IAP საჰაერო რაკეტაც უწოდო. Petkulini ასევე აღნიშნავს, რომ აპრილის მდგომარეობით AN28-მა თავისი მინიგანით 222 რუსული დრონი ჩამოაგდო და ახლა ამ უმნიშვნელოვანესი მოდიფიკაციის ხალობით ასობით სხვა დრონის ჩამოგდების პოტენციალიც აქვს. რადგან დრონების თვითმფრინავიდან გაშვების შესაძლებლობა უკრაინისთვის მრავალმხრივ უზარმაზარი უპირატესობაა, არა მხოლოდ ერთმხრივ. პირველ რიგში AN28-ს შეუძლია ჩამონგდები დრონები ბევრად უფრო ახლოს მიიყვანოს სამიზნეებთან, ვიდრე ჩვეულებრივ იქნებოდა შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთი ტიპის დრონები მიწიდან უნდა გაეშვას და ჯერ რამდენიმე 1000 ფუტის სიმაღლეზე ასვლას უნდა მოანდომონ დრო, რომ საერთოდ მიაღწიონ სამიზნეების დონეს. და როცა ცდილობს შეაჩეროს შედარებით პატარა უპილოტო აპარატები, რომლებიც 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ, დრო გადამწყვეტია. ყოველი წამი მნიშვნელოვანია. ამიტომ რაც უფრო მეტ დროს დაზოგავ, მით უფრო ეფექტური იქნება შენი ჩამჭერის სისტემები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საჰაერო გაშვება. მიწაზე მყოფი საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების მიერ მიწოდებული მონაცემების გამოყენებით, AN28-ის ეკიპაჟი შეუძლია გაფრინდეს იმ ადგილებში, სადაც რუსული დრონები შენიშნეს და ჩამჭერი დრონები რაც შეიძლება ახლო მანძილიდან გაუშვას. როდესაც ისინი AN28-ის საკიდიდან გაუშვებენ, ამ დრონებს შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდეთ ჰაერში, სანამ ტრის უპილოტო აპარატებს შეეჯახებიან. მეორე დიდი უპირატესობაა ლოდინის დრო. ჩამჭელი დრონები ხშირად სწრაფი, IAP და ეფექტურია მათ გზაზე მოხვედრილი ნებისმიერი ობიექტის დაზიანებაში, მაგრამ გამძლეობით ისინი არ გამოირჩევიან. მრავალი მათგანი ჰაერში მხოლოდ რამდენიმე წუთს ძლებს და მცირე მანძილს გადის, სანამ ენერგია არ ამოიწურება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინისთვის არ არის მიზანშეწონილი უბრალოდ გაუშვას თავისი ჩამჭერი დრონები და დატოვოს ისინი ჰაერში ლოდინში, რომ წუთობით ან საათობით ერთ ადგილას ტრიალებდნენ, მტრის უპილოტო აპარატების გამოჩენას ელოდნენ და მხოლოდ საჭირო დროს გადაევლოთ შეტევაზე. მათ შეუძლიათ დრონების გაშვება მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნებულები არიან, რომ მტერი ამ ტერიტორიაზე მოქმედებს. და როგორც კი თითოეული დრონი აფრინდება, წამების წამზომი სწრაფად იწყებს დათვლას, რაც ჩამჭერს მხოლოდ მცირე დროს აძლევს, რომ იპოვოს, სამიზნე დაიფიქსიროს და დაეწიოს სამიზნეს. AN28 სრულიად განსხვავებული შესაძლებლობაა. ეს IAP-ფასიანი დრონი არ არის, არამედ სერიოზული მრავალმიზნობრივი თვითმფრინავია, რომელსაც საკმარისად დიდი საწვავის აბზები აქვს შედარებით ხანგრძლივი ფრენების შესასრულებლად. მას შეუძლია საათობით დარჩეს ჰაერში, რაც საშუალებას აძლევს სტრატეგიულ ადგილებში ანტიდრონული პატრულირება განახორციელოს. უკრაინას შეუძლია გაგზავნოს AN28 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის თავზე, მაგალითად, სადაც ის დიდხანს შეძლებს გარემოს სკანირებას და მზად იქნება საფრთხის პირველივე ნიშნებზე მოქმედებისთვის, რაც მტკიცე შემაკავებელ ძალას წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ასეთი სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა არის იარაღების მრავალფეროვნება, რომლითაც მისი აღჭურვა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ AN28 თავდაპირველად საბრძოლო მიზნებისთვის არ იყო შექმნილი, უკრაინამ შეიტანა საჭირო ცვლილებები და ის გადაექცია საჰაერო დრონების ჩამჭერ პლატფორმად, რომელსაც აქვს რამდენიმე საკიდი წერტილი, სხვადასხვა ტიპის დრონების, იარაღისა და შესაძლო რაკეტების გადასატანად. რაც კიევის ძალებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად დაუპირისპირდნენ მტრის უფრო ფართო სპექტრებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თუნდაც რუსეთმა შეამციროს დამოკიდებულება შახიდებზე და გადავიდეს სხვადასხვა ზომის, სიჩქარის ან ოპერირების რეჟიმის დრონებზე, უკრაინამ თეორიულად უნდა შეძლოს მათი მუდმივად განეიტრალება. AN28-ს ასევე აქვს გამორჩეული უპირატესობა სხვა თვითმფრინავებთან შედარებით, რაც მას სპეციალურად ამ ტიპის მისიისთვის ამზადებს. ეს არის მისი მოკლე აფრენისა და დაშვების უნარი. ეს ძირითადად ნიშნავს, რომ მას შეუძლია მუშაობა ძალიან მოკლე ბილიკებზე, მოუმზადებელ დასაფრენ ზოლებზე ან სხვა მცირე სივრცეებში, რადგან აფრენასა და დაშვებას ბევრად ნაკლები მანძილი სჭირდება, ვიდრე სხვა ტიპის ჩვეულებრივ თვითმფრინავებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც უკრაინა რუსეთის დრონების საფრთხეს მთელი თავისი ტერიტორიის მასშტაბით ებრძვის, მას ყოველთვის არ აქვს ფუფუნება გამოიყენოს დიდი აეროპორტები და აეროდრომები გრძელი ბილიკებით. ამის ნაცვლად მას ხშირად უწევს მაქსიმალურად გამოიყენოს მარტივი და მოკლე აფრენის სივრცეები და დროებითი დასაფრენი ზოლები და სჭირდება თვითმფრინავები, რომლებიც ასეთ შეზღუდვებში შეძლებენ მუშაობას.
საბედნიეროდ A28 ამას შეძლებს და უახლოეს თვეებში ის უკრაინისთვის კიდევ უფრო ღირებული რესურსი გახდება, რადგან რუსეთის საწარმოები სულ უფრო მეტ და მეტ დრონს უშვებენ. მათ უკვე მიაღწიეს დაახლოებით 5000 შახიდის ან ჯერინის ტიპის დრონის წარმოებას ყოველ თვეში და გეგმავენ ამ რაოდენობის თითქმის გასამაგებას. უკრაინა ვერ დაეყრდნობა ტრადიციულ მეთოდებს ასეთი რაოდენობის დრონების წინააღმდეგ. არანაირი ლოგიკა არ აქვს $1,000,000-იანი საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენებას დრონების გასანადგურებლად, რომელთა წარმოება $1000-ზე ნაკლები ჯდება და ასე მარტივად შეიძლება მასიურად დამზადდეს. ამის ნაცვლად კიევის დამცველებს ალტერნატიული მეთოდების მოძებნა მოუწიათ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამის წყალობით შეძლეს მათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ინტეგრირებული და მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის ქსელის შექმნა დედამიწაზე. ის შედგება არა მხოლოდ ჩვეულებრივი რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბატარეებისგან, არამედ მრავალფეროვანი, უფრო იაფი და ეფექტური ვარიანტებისგანაც, როგორიცაა მობილური სახმელეთო დანაყოფები, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურები, პირდაპირი ენერგიის იარაღები და რა თქმა უნდა, ასევე ჩამჭერი დრონები. მართალია, ჩამჭერი დრონების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან ისინი შესაძლოა ყველაზე ეკონომიური არჩევანია მოსკოვის დრონების განეიტრალებისთვის. მათ შეიძლება არ ქონდეთ მასიური საბრძოლო თავები, ან მსოფლიო დონის საზენიტო რაკეტების ზუსტი დამიზნების სისტემები, მაგრამ ეს არ სჭირდებათ. საბოლოოდ მათი ერთადერთი მიზანი სხვა უპილოტო აპარატების განადგურებაა და ამ საქმეში ისინი აქამდე შესანიშნავად გამოდგნენ. გარდა ამისა, ისინი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად იაფია ტრადიციულ საჰაერო თავდაცვებთან შედარებით, არამედ უფრო მარტივი დასამზადებელია და შესაძლებელია მათი დიდი რაოდენობით განლაგება, რაც საშუალებას აძლევს უფრო ფართო ტერიტორიების დაფარვას. ეს კი თავისფრი უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ თავისი უფრო ძვირადღირებული მაღალი კლასის რაკეტები რეზერვში შეინახოს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს, მაგალითად მტრის რაკეტების ან თვითმფრინავების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ კიევი დიდ ყურადღებას უთმობს თავისი გადამჭერი დრონების ფლოტის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას, სხვადასხვა მოდელის დრონების განლაგებას, რომელთაგან თითოეულს თავისი ტექნიკური მახასიათებლები და შესაძლებლობები აქვს. ტყვიისმაგვარი P1 სანდან და სტრილადან დაწყებული კვადროკოპტერის სტილის 0-8-მდე, რომელიც მოწინავე ხელოვნურ ინტელექტს იყენებს შახიდების მოსაძებნად და გასანადგურებლად, ყოველგვარი ხელით მართვის საჭიროების გარეშე. ინოვაციებით, როგორიცაა EN-28, უკრაინა ასევე ცვლის იმ მეთოდებს, როგორ იყენებს ამ დრონებს. ისინი აღარ გამოიყენება მხოლოდ მიწიდან, არამედ ასევე ჰაერში. და ადვილია წარმოდგენა, როგორ შეიძლება ქვეყნის სამხედროებმა ეს კონცეფცია კიდევ უფრო განავითარო. უკვე იყენებენ დედა დრონის ტიპის აპარატებს, რომლებიც უფრო დიდია და შეუძლია პატარა დრონების გადატანა და გაშვება სადავო საჰაერო სივრცეში. თეორიულად შესაძლებელია სხვა საფრენი აპარატების, მაგალითად, სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და იაკოვლევის IAK-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავების მოდიფიცირება, რათა მომავალში მათაც შეეძლოთ P1 სანცისა და მერობს AS-3-ის მსგავსი დრონების გადატანა და გაშვება. უკვე იუწყებიან, რომ სუბუქი თვითმფრინავები და ვერტმფრენები პასუხისმგებელნი არიან ყველა რუსული დრონის დაახლოებით 12%-ის განადგურებაზე. თუ ისინი აღიჭურებიან საკუთარი მინი ინტერსეპტორი ჯგუფებით, ეს მაჩვენებელი გარდაულად გაიზრდება. ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად შორს წაიყვანს უკრაინა ამ იდეას, მაგრამ A28 ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს მუშაობს. ის რაც ადრე ჩვეულებრივ მოძველებულ და სრულიად უწყინარ თვითმფრინავად ჩანდა, გადაიქცა განადგურების დრონგამშვებ პლატფორმად. კიდევ ერთ ძლიერ კვანძად უკრაინის ცის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად შექმნილ, სულ უფრო რთულ საჰაერო თავდაცვის ქსელში. ეს კიდევ ერთი ნიშანია ქვეყნის გამორჩეული უნარისა. დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. გააკეთოს ის, რაზეც სხვები ვერც კი იფიქრებდნენ. და ინოვაცია შეიტანოს ყველაზე მოულოდნელ, მაგრამ ეფექტურ ბზებზე, რათა მიიღოს მცირე, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა მოწინააღმდეგეზე. თანამედროვე რადარები ცასს სკანირებდნენ და უზარმაზარი მარაგი ჰქონდა ზუსტი, ელვისებურად სწრაფი რაკეტებისა, რომლებიც მზად იყო ნებისმიერი მტრული საფრთხის შესაჩერებლად, თუ ის გაბედავდა და მის საჰაერო სივრცეში შევიდოდა. რუსეთს ეგონა, რომ უსაფრთხოდ იყო. ის ცდებოდა. წლების მძიმე შრომისა და კონცენტრირებული ძალისხმევის შემდეგ უკრაინამ კრემლის საჰაერო თავდაცვის ქსელი მთლიანად გაანადგურა. მისი მიზანმიმართული შეტევები ხვრელებს და კორიდორებს ქმნის დრონებისა და რაკეტებისთვის, დისთვის, რომლებსაც შეუძლია თავისუფლად გაფრენა და რუსულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას თავდაცვის ფარს ართმევს. ადრე ძლიერად დაცული ობიექტები ახლა დაუცველი და ღია. მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობები კი უკრაინული იარაღით იფეთქება და ცეცხლშია გახვეული. და რაც უფრო სუსტდება რუსეთის საჰაერო თავდაცვა, მით უფრო დამანგრეველი ხდება უკრაინული დარტყმები, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ უფრო ღრმა და ბნელ ხვრელში აგდებს, საიდანაც შეიძლება ვეღარასდროს გამოვიდეს. დიდი დრო დასჭირდა ამ ეტაპამდე მისვლას. უკრაინამ პირველად რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე თავდასხმები ჯერ კიდევ 2022 წელს, ომის პირველ წელს დაიწყო. მაგრამ უჭირდა ასეთი ტიპის თავდასხმების დაგეგმვა და განხორციელება საკმარისად ხშირად და რეგულარულად, რადგან ძალიან დაკავებული იყო თავისი წინა ხაზის ტერიტორიების დაცვით და რუსეთის დაუღალავი აგრესიის მოგერიებით. მაგრამ წლების გასვლასთან ერთად ომის საწყისი ინტენსივობა გარკვეულწილად შემცირდა და უკრაინამ შეძლო ფეხზე დადგომა.
მისი შიდა თავდაცვითი ინდუსტრია გაუმჯობეს და კომპანიებმა დაიწყეს და განავითარეს დრონებისა და რაკეტების უფრო ფართო და დამანგრეველი ასორტიმენტი. მისი სტრატეგიებიც გაუმჯობესდა. კიევის მეთაურები მუდმივად პოულობდნენ გზებს, რომ მტერი გაეცურებინათ და მოულოდნელად დაესხათ თავს. და ასე წლების განმავლობაში ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, დაიწყო უფრო და უფრო მეტი შეტევის შესახებ ცნობების გამოჩენა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, როგორიცაა რადარის სისტემები და რაკეტების გაშვების პლატფორმები, რომელთა ღირებულება ზოგჯერ მილიონებს, ან თუნდაც მილიარდობით დოლარს აღწევდა. თავდაპირველად ეს შეტევები მნიშვნელოვანი და ეფექტური იყო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან რუსეთს საჰაერო თავდაცვის საკმარისი მარაგი ჰქონდა და დაკარგული ან დაზიანებული სისტემების შეცვლა სხვა სისტემებით მარტივად შეეძლო. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად და დანაკარგების დაგროვების შემდეგ რუსეთის მარაგები შემცირდა და მის მეთაურებს უფრო და უფრო რთული ამოცანების გადაჭრა მოუწიათ, რადგან ქვეყნის უზარმაზარ ტერიტორიაზე უფრო მეტი ბრმა წერტილი და თავდაცვითი ხარვეზი გაჩნდა. ამასობაში უკრაინა აგრძელებდა ინტენსივობის გაზრდას და ყოველ წელს უფრო მეტ შეტევას ახორციელებდა. მაგალითად, 2025 წელი უკრაინისთვის რეკორდული იყო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაზიანებისა და განადგურების თვალსაზრისით. ძირითადად შორმანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მთრის რესურსებისთვის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ზიანის მიყენება. მათ გაანადგურეს ისეთი ობიექტები, როგორიცაა ლოგისტიკური კვანძები, რადარის სისტემები და საჰაერო თავდაცვის ბატარეები. არა მხოლოდ ფრონტის ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ რუსეთის შიგნით, აქტიური საბრძოლო ზონიდან ასობით მილით დაშორებულ რეგიონებშიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა SBUM 2026 წლის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებაში ამ თავდასხმების შედეგები შეაჯამა და დაწერა. ამ ოპერაციებმა სისტემური ეფექტი მოახდინა. ამ ოპერაციებმა გახსნა კორიდორები რუსეთის მრავალფენოვან საჰაერო თავდაცვის სისტემაში და უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ დრონებს საშუალება მისცა უსაფრთხოდ შეეღწიათ მტრის ტერიტორიაზე, დაერტყათ სამხედრო ბაზებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, აეროდრომებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. და როცა 2025 წელი დასრულდა, უკრაინამ ზეწოლა არ შეამცირა. მან თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გამოიყენა. 2026 წლის პირველ თვეებში უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ათეულობით ახალი დამაზიანებელი იერში მიიტანა. რამაც კიდევ უფრო შეასუსტა ქვეყნის თავდაცვის უნარი და შეარყია კრემლის მტკიცებები მის ეგრეთ წოდებული მსოფლიოში წამყვან თავდაცვის სისტემებზე. მაგალითად, იანვარში რუსეთის S-300V საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილი 9S-32M1 რადარი თლიანად განადგურდა. იანვარში უკრაინის ძალებმა დაარტყეს კაპუსტინიარის სახელმწიფო ცენტრალურ უწყებათა შორის სარაკეტო საცდელ პოლიგონს რუსეთის ასტრახანის რეგიონში, სადაც დადასტურდა ზიანი ობიექტზე, სადაც ბალისტიკური რაკეტები იკრიბებოდა, მომსახურდებოდა და იტესტებოდა. მარტში უკრაინამ კიდევ უფრო წარმატებული დარტყმები აღნიშნა საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, როგორიცაა რუსეთის S-400 ტრიუმფის მობილური გამშვები და Buk M3 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რადგან ჩანაწერების მიხედვით უკრაინა მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში 40-ზე მეტი დადასტურებული დარტყმა განახორციელა. ამაში შედიოდა 25 დარტყმა რადარის სისტემებზე და კიდევ 19 გამშვებ პლატფორმებზე. ან, უფრო ზუსტად რომ თქვათ, აი სრული სია ყველა იმ გამშვები პლატფორმისა, რომელსაც უკრაინა ამ პერიოდში დაესხა და გაანადგურა, ღია წყაროების სადაზვერო ანალიტიკოს კლემენტ მოლენის მიხედვით. 6 ბუკის სისტემა, მათ შორის როგორც გამშვები, ასევე სატრანსპორტო დამტვირთავი მანქანები, Buk M1, M2 და M3 ვარიანტებიდან. 5 ტორის სისტემა, მათ შორის როგორც ჩვეულებრივი Tor M1 და M2 ვარიანტები, ასევე იშვიათი არქტიკული Tor M2DT, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი უკიდურესად დაბალ ტემპერატურებზე მუშაობისთვის არქტიკულ პირობებში. 5 მოკლემოქმედი ქვემეხისა და რაკეტების პანცირის სისტემა, მათ შორის როგორც S1, ასევე S2 ვარიანტები. ამ სისტემებიდან ერთი გაანადგურა მძიმე უკრაინულმა FP2 დრონმა, რომელსაც 100 კილოგრამიანი, ანუ 220 ფუნტიანი საბრძოლო ნაწილი ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიერ განადგურებული ერთ-ერთი პანცირი უნიკალური მრი მოდელი იყო, რომელიც აქამდე საბრძოლო მოქმედებებში არ გამოჩენილა და ბელარუსულ MZKT 7930 შასიზე იყო დამონტაჟებული. ასევე განადგურდა 2 OSAS სისტემა. თითოეული მათგანი 10 მილიონ დოლარზე მეტია შეფასებული, მაგრამ ისინი გაანადგურა უკრაინის არსენალში არსებული ყველაზე იაფასიანმა დრონებმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ეფექტურია კიევის დრონები ხარჯების მხრივ. ზემოთ ჩამოთვლილი სამიზნეების გარდა, უკრაინამ ასევე მოახერხა რუსეთის მინიმუმ 1 S-300 სისტემის, რამდენიმე S-400 გამშვები დანადგარის სანაპირო სისტემების, როგორიცაა ბასტიონის სარაკეტო გამშვები და სხვა მოკლემოქმედი რუსული სისტემების, მაგალითად ტუნგუსკასა და Strela 10-ის განადგურება. თითოეული ამ სისტემის ცალკე აღებით შეიძლება არც იყოს ასეთი მნიშვნელოვანი. რუსი მეთაურები მაგალითად აუცილებლად არ ინერვიულებდნენ 1-2 გამშვები პლატფორმის დაკარგვაზე აქა-იქ. მაგრამ როდესაც ათეულობით მათგანი ასე რეგულარულად ხდება სამიზნე და ნადგურდება, ეს სერიოზულ პრობლემად იქცევა, რომელსაც კრემლი ვეღარ უგულებელობს, როგორც საჰაერო თავდაცვის ექსპერტი თომას ნაგი აღნიშნავს. თუ საკმარისი რაოდენობის ტაქტიკურ წარმატებებს დააგროვებ, ეს უკვე ოპერატიულ დონეზე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა.
და ეს მხოლოდ გაშვების პლატფორმებს ეხება. მოლინმა და სხვა ღია წყაროების სადაზვერო ანალიტიკოსებმა ასევე აღმოაჩინეს მტკიცებულებები 2026 წლის პირველ თვეებში 25 სხვადასხვა რადარის განადგურების შესახებ. მათ შორის 82N6A და 82N6E თვალთვალის რადარები, რომლებიც ფაქტობრივად S400 საჰაერო თავდაცვის სისტემის თვალებად ითვლება. იშვიათი 9S15 იმბირისა და 9S32M1 რადარები, რომლებიც ორივე S300V სისტემაში გამოიყენება, ასევე განადგურებულია. ასევე განადგურებულია S350 VTAZ-ის სისტემის რადარები, მაგალითად 50N6E, მრავალფუნქციური რადარი. რუსეთმა ასევე დაკარგა ნებოს რადარის ოჯახის რამდენიმე ძვირადღირებული წევრი, როგორიცაა 55ZX-U ნებო და 1.19 ნებოსუ, რომლის ღირებულება $100 მილიონ შეადგენს. ასევე პოდლეტისა და კასტაორი E2 დაბალსიმაღლიანი რადარის სისტემები. ასევე განადგურებულია რამდენიმე ადრეული გაფრთხილების და ანტიდრონული რადარი, როგორიცაა P-82 პრიმა, P-18 ტერეკი და SOCA-2, ასევე საჰაერო მოძრაობის ობის მართვის სისტემები, მაგალითად RSP-10. ახლა ამ რადარებისა და საჰაერო თავდაცვის პლატფორმების ნაწილი საბჭოთა ეპოქას ეკუთვნის. ზოგი კი ბევრად უფრო ახალია და მათი უმეტესობა რუსეთისთვის საუკეთესო ვარიანტებს შორისაა, რომ დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე და ინფრასტრუქტურა. მაგრამ ისინი სისტემატურად იშლება რუკიდან და ჩანს, რომ რუსეთს ძალიან ცოტა შეუძლია ამის წინააღმდეგ. მიუხედავად კრემლის მთელი პროპაგანდისა და ქედმაღალი განცხადებების ისა, ისეთ სისტემებზე, როგორიცაა S400 და Buk M3, არც ერთი ეს პლატფორმა არ ჩანს საკმარისად საანდო ან გამძლე, რომ გაუძლოს უკრაინის დრონების თავდასხმებს. და რაც უფრო მეც გაანადგურებს უკრაინა, მით უფრო იზრდება მისი უპირატესობა. ნაგი ამას შვეიცარული ყველის ეფექტს უწოდებს და ამბობს: "გაქვთ ძალიან მყარი ყველი, მაგრამ შიგნით ხვრელებია." აი ასე გამოიყურება ახლა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ცხადია, უკრაინელებს სურთ, რომ ეს ხვრელები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის საილუსტრაციოდ, როდესაც უკრაინა ანადგურებს რამდენიმე სისტემას, მაგალითად Tor M2-ის, ეს ქმნის ფიზიკურ ხარვეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქსელში, რომლის დიამეტრი შეიძლება იყოს 30-დან 60 მილამდე, ანუ 50-დან 100 კილომეტრამდე. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც მოულოდნელად დაუცველი რჩება, რაც ასობით უკრაინულ საშუალო და გრძელდისტანციურ დარტყმით დრონებს საშუალებას აძლევს გაიარონ და შეაღწიონ მტრის საჰაერო სივრცეში. პრაქტიკულად ნულოვანი რისკით, რომ აღმოაჩენენ ან ჩამოაგდებენ. კიდევ ერთხელ, ერთი ხარვეზი აქ და იქ დიდი პრობლემა არ იქნებოდა თუ საჰაერო თავდაცვის დანარჩენი ქსელი ძლიერი დარჩებოდა. მაგრამ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ეს მხოლოდ ერთი ან ორი ხარვეზი არ არის. უკრაინა ყოველ თვე ათეულობით ხვრელს აჩენს რუსეთის ქსელში. და თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს ან კიდევ უფრო გაზრდის, შედეგები დამანგრეველი იქნება, როგორც ნაგი აღნიშნავს. თუ უკრაინელებს მართლაც შეუძლიათ ყოველთვე 40 სისტემაზე დარტყმა და სერიოზული დაზიანება, ეს ძალიან დიდია. რუსებს ამ პრობლემის გვერდისავლა არ შეუძლიათ, რადგან ეს უკვე 500 სისტემაა წელიწადში და ეს მასშტაბურია. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ამას გაუმკლავდეს. და რუსეთს უკვე საოცრად უჭირს ამ ყველაფრის გაძლება, იძულებულია სასოწარკვეთილი ზომები მიიღოს თავისი თავდაცვის ხვრელების ამოსავსებად. მაგრამ მცირე შენიშვნა, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალებად. ახლა ომის დასაწყისში თუ რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას დაკარგავდა, ეს დიდი პრობლემა არ იყო. მარაკში კიდევ ბევრი სისტემა ჰქონდათ, რომ დაზიანებული მარტივად შეეცვალათ. დღეს კი სიტუაცია სრულიად განსხვავებული. როდესაც სულ უფრო ნაკლები რესურსი აქვს, კრემლი ვეღარ ახერხებს ყველა იმ ტერიტორიის დაცვას, რომლის დაცვაც სურს და იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებს და გარკვეული ტერიტორიები დათმოს, როცა თავდაცვით რესურსებს გადაანაწილებს. ქვეყანა უკრაინის შეტევების შედეგად ისეთი ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომ არსებობს ცნობები, რომ რუსეთმა ფინეთთან, ნატოს წევრ ქვეყანასთან, საზღვიდან რამდენიმე Castor 2-2 დაბალსიმაღლიანი რადარის სისტემა გაიყვანა, რათა უკრაინის ფრონტის ხაზთან არსებული ხარვეზები შეევსო. რუსი ოფიციალური პირებიც კი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა აღარ არის საკმარისი მთელი ქვეყნის დასაცავად. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურილიოვმა ამის შესახებ განაცხადა. რუსეთს არ შეუძლია შექმნას უწყვეტი ფარი, ამიტომ მას უწევს შეზღუდული რესურსების გადანაწილება ყველაზე დიდ ქალაქებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ტერიტორიები ახლა სრულიად დაუცველია და უკრაინა მზად არის სრულად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ის ემზადება საჰაერო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი განახლებისთვის. მაგალითად, საფრანგეთიდან მე4++ თაობის 4 Mirage 2005-ის გამანადგურებელი თვითმფრინავის მიღებისთვის.
საუკეთესო ავიონიკის ტექნოლოგიით აღჭურვილი ეს თვითმფრინავები ამაყობენ 98%-იანი წარმატების მაჩვენებლით რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისა და შახიდის ტიპის თავდასხმითი დრონების ჩამოგდებისას. ისინი ასევე შეუძლიათ მტრის რესურსებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება. მათი ბორტზე არსებული AASM Hammer-ის მართვადი ბომბებისა და Storm Shadow-ს რაკეტების დახმარებით. ველოდინია, რომ უკრაინის საჰაერო ძალები მალე შვედეთიდან მიღებულ JAS 29 Gripen-ის ზებგერითი მრავალფუნქციურ გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც დაინტეგრირებს. განსაკუთრებით მოქნილი გამანადგურებელი Gripen-ს შეუძლია აფრენა მხოლოდ მოკლე ასაფრენი ზოლიდან და მისი შევსება და ხელახლა შეიარაღება შესაძლებელია საბრძოლო გაფრენებს შორის სულ რაღაც 15 წუთში, რაც საშუალებას აძლევს მას სწრაფად დაბრუნდეს ოპერაციაში და განახორციელოს რამდენიმე მისია მინიმალური დაყოვნებით. რაც შეეხება შეტევით შესაძლებლობებს, Gripen-ს შეუძლია ატაროს მეტეორის ტიპის რაკეტები, რომელთა მაქსიმალური სიშორე 125 მილი, ანუ 200 კილომეტრი. რაც ძალიან სასარგებლო იქნება რუსეთის თვითმფრინავების ფრონტის ხაზიდან უკან დახევისთვისთვის და მომავალში უკრაინის სიღრმისეულ დარტყმებზე მეტი გზის გასახსნელად. რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებს უკრაინა დღეს რუსეთის საჰაერო თავდაცვას, მით უფრო ეფექტური იქნება ასეთი ტიპის თვითმფრინავები ხვალ, მაგრამ უკრაინა არ ელოდება. უკვე იყენებს არსენალში არსებულ იარაღს, მტრის საჰაერო თავდაცვის ქსელში არსებული სისუსტეების გამოსაყენებლად და ამ პროცესში სერიოზული ზიანის მისაყენებლად. 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში დადასტურებული იყო მრავალი გამანადგურებელი დარტყმა რუსეთის სამხედრო ქარხნებზე, ბაზებზე და საბრძოლო მასალის საწყობებზე. მაგალითად, იანვარში უკრაინამ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბრძოლო მასალის საწყობს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 550 მილის, ანუ 900 კილომეტრის მოშორებით, ოსტრომის რეგიონში მდებარეობს. იქ ნეჟას ქალაქთან ახლოს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს მეასი გრაუს არსენალს, ხოლო სატელიტური სურათები აჩვენებდა მრავალ აქტიურ ხანძარსა და აფეთქების კვალს, მომდევნო საათებსა და დღეებში. ამ ობიექტს შეუძლია 150,000 ტონა საბრძოლო მასალის შენახვა და სავარაუდოა, რომ 1000-ობით ტონა განადგურდა ამ თავდასხმის შედეგად. თებერვალში უკრაინამ კვლავ მიიტანა დარტყმა, ამჯერად ვოდკინსკის ქარხანაზე. თავისუფალი საჰაერო დერეფნების მაქსიმალურად გამოყენებით, რომლებიც 800 მილი, ანუ 1300 კილომეტრის სიგრძეზე გადის რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა ფლამინგო რაკეტებმა დაარტყეს ამ ბალისტიკური რაკეტების ქარხანას, რომელიც კრემლის არსენალში არსებული ყველაზე სწრაფი და ძლიერი იარაღების, მათ შორის ახალი ჰიპერბგერითი ორეშნიკი და წყალქვეშა ნავიდან გასაშვები RSM-56 ბულავა რაკეტების წარმოებაზეა პასუხისგებელი. მარტში რუსეთმა კიდევ ერთხელ იგრძნო უკრაინის ცეცხლსასროლი ძალის სრული სიმძლავრე. ამჯერად სამიზნე იყო კრემნიელის მიკროელექტრონიკის ქარხანა, რომელიც რუსეთის ბრიანსკის რეგიონში მდებარეობს. ქარხანას 7 Storm Shadow-ის რაკეტა მოხვდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ობიექტია ჩიპების წარმოებისთვის, რომლებიც საჭიროა როგორც ისკანდერის რაკეტებისთვის, ასევე ზოგიერთი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვისაც. ამგვარად ამ თავდასხმამ ერთდროულად სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის, როგორც შეტევით, ასევე თავდაცვით შესაძლებლობებს. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. უკრაინამ ასევე განახორციელა მრავალი სხვა თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე. სამიზნე დაიღო ნავთობის პორტები, გადამამუშავებელი ქარხნები, მილსადენები, ლოგისტიკური ჰაბები და სხვა ობიექტები. ყველა ეს თავდასხმა ჯამში მნიშვნელოვანია და ის ფაქტი, რომ უკრაინა ასე აქტიურად აგრძელებს რუსეთის თავდაცვის სისტემის შესუსტებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა ანადგურებს საბრძოლო მარაგს, ან აიძულებს რაკეტების საწარმოს შეწყვიტოს მუშაობა, ის ამცირებს კრემლის თავდაცვის შესაძლებლობებს. ამასობაში რადარებისა და გაშვების პლატფორმების განადგურება ქმნის მეტ ხვრელებს, მეტ კორიდორებს, მეტ გზებს, დრონებისთვის, ფლამინგო რაკეტებისთვის და სხვა გამანადგურებელი საჰაერო იარაღებისთვის, რათა ისინი თავისუფლად გადაადგილდნენ, რაც რუსებს კუთხეში აქცევს და გამოსავალს არ უტოვებს. ამავე დროს არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა მთლიანად განადგურებულია. ეს ხომ რუსეთია, ბოლოს და ბოლოს, სოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია, რაც კი კაცობრიობას უნახავს. ქვეყანა, რომელიც ამ ომში შევიდა 1000-ობით ტანკით, 10,000-ობით ჯავშანმანქანით და უზარმაზარი რაოდენობის რადარებითა და საჰაერო თავდაცვით. მას ყველა ეს თავდაცვითი საშუალება არ დაუკარგავს. მართლა, გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის რუსის ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთის მონოლითური სტრუქტურა და დაქვემდებარებული ერთეულების დიდი რაოდენობა უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს მჭიდრო და შედარებით დახვეწილი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ქსელი. მას აქვს ქარხნები, რომლებიც კვლავ აწარმოებენ ახალ სისტემებსა და საბრძოლო მასალებს. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ბევრი წარმატება აქვს, ასევე არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის სისტემებს შეუძლიათ მოწინააღმდეგის დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება მანამდე, სანამ ისინი მიზანს დაარტყამენ. მაგრამ უკრაინაც ამას ერგება. მაგალითად, ახლა ის თავდასხმებს ახორციელებს ისე, რომ თავდაპირველად უშვებს დრონების ჯგუფებს, რომლებიც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვასა და მათი რადარების გადავსებას ისახავს მიზნად. შემდეგ კი, როდესაც ფრთოსანი რაკეტები უკან მიხვებიან, ისინი შეუმჩნევლად გადიან და დარტყმისას უზარმაზარ ზიანს აყენებენ.
და რადგან უკრაინამ ასეთი ეფექტური დრონების წარმოების ინდუსტრია შექმნა, მას შეუძლია საჭირო უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივად წარმოება, უზარმაზარი თანხების დახარჯვის გარეშე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სააერო თავდაცვის ქსელს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ძალა, ის უდავოდ სუსტდება და ეს მხოლოდ უკრაინის დარტყმების გამო კი არა, არამედ სანქციების გამოც ხდება. იგივე რუსიის ანგარიში აღნიშნავს, რომ რუსეთი ძლიერ არის დამოკიდებული დასავლურ კომპონენტებზე. მაგალითად, ამერიკული კომპანიის Rogers Corporation-ის ბეჭდური სქემის დაფებზე, რათა შექმნას თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, როგორიცაა სკანირებული ანტენის რადარები, რომლებიც S-500 სისტემებში გამოიყენება. რუსი ინჟინრები ასევე იყენებენ დასავლურად შექმნილ პროგრამებს, როგორიცაა Altium Designer და ANSYS, როდესაც ისინი თავდაცვით სისტემებს ავითარებენ და სიმულაციას ატარებენ. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოსკოვს ურთულებს ამ კომპონენტების შეძენასა და ამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ცდომას. რაც მეტი დრო გავა, ეს კიდევ უფრო გართულდება და შეიძლება დადგეს მომენტი, როცა რუსული თავდაცვის კომპანიები უბრალოდ ვეღარ შეძლებენ ფუნქციონირებას ისე, როგორც ადრე. წარმოების დონეები მკვეთრად დაეცემა და ნაკლები რაკეტები, რადარები და თავდაცვის პლატფორმები გამოვა საწარმოო ხაზებიდან. ამასობაში უკრაინა სრულად მზადაა, შეუძლია და სურსაც, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი უპირატესობა და რუსებს არც ერთი წამით არ მისცეს მოსვენების საშუალება. ისინი მუდმივად ზრდიან ფსონს. და თუ უკრაინა შეძლებს შეინარჩუნოს ტემპი, ან კიდევ უფრო გაახშიროს თავდასხმები მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რუსეთს აბსოლუტურად არ ექნება შესაძლებლობა, რომ ფეხი აუწყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს ომი რუსეთში გადაიტანოს, სადაც ქვეყნის თავდაცვის კონტრაქტორები ყველაზე მეტად დაზარალდებიან. და ჩვეულებრივი რუსი ხალხიც გრძნობს ზეწოლას, როცა დრონები და რაკეტები თავიანთ თავზე ცაში დაფრინავენ და ეტაპობრივად ანადგურებენ ქვეყნის სამხედრო და ნავთობის ინფრასტრუქტურას. და როცა ყველაზე ძვირფასი ობიექტებისა და ადგილების დასაცავად ნაკლები თავდაცვა დარჩებათ, კრემლის მეთაურებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რომელი ადგილები დაიცვან და რომელი უბრალოდ მიატოვან. რუსეთს ეს ომი უბრალოდ არ უნდა მოეგო. ეს გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. მეტი ჯარი, მეტი ცეცხლსასროლი ძალა, მეტი ყველაფერი. და ახლაც კი მოსკოვი ისევ იმავე ამბავს ყიდის, რომ უკრაინა საბოლოოდ გათხრდება. მაგრამ ეს მითია და უკრაინა მას ანგრევს. როდესაც რუსეთის დაუნდობელი ომი უკრაინასთან მეხუთე წელს გადის და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს, კრემლის ოფიციალური პირები სასოწარკვეთილად ეჭიდებიან იდეას, რომ მათი გამარჯვება სულ ახლოსაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ამ იდეაში რწმენას შეინარჩუნებენ და ამ ნარატივს გააგრძელებენ, საბოლოოდ ეს ასრულდება. ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ ბრძოლას ნებისმიერ ფასად გააგრძელებს. რუსეთის ლიდერი მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზე, დაიკავოს დონბასის რეგიონი და მიაღწიოს იმ საწყის მიზნებს, რომლებიც მან მრავალი წლის წინ ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის დაასახა. ომის ადრეულ ეტაპებზე ასეთი განცხადებები სრულიად არარეალურად არ ჟღერდა, რადგან რუსეთს თითქმის ყველა უპირატესობა ჰქონდა. რუსეთს ჰყავდა უფრო დიდი არმია, ჰქონდა უფრო ძლიერი ეკონომიკა, ძალა, საბრძოლო მასალა და მარაგები. და მიუხედავად იმისა, რომ ომი არაპროგნოზირებადია, როდესაც ერთ მხარესა და მეორეს შორის ასეთი დიდი სხვაობაა, ყოველთვის რთულია მცირე ძალისთვის გაუძლოს მოწინააღმდეგის შეტევას. დროის გასვლასთან ერთად ლოგიკურად და თითქმის გარანტირებულად ჩანდა, რომ უკრაინის თავდაცვა დასუსტებოდა და რუსეთი ნელ-ნელა დაიკავებდა მისთვის საჭირო ტერიტორიებს. და სწორედ ეს ჩანდა, რაც ხდებოდა. კი, უკრაინა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა დასამარცხებლად ვიდრე ვინმეს, განსაკუთრებით რუსეთს, ოდესმე ეგონა, მაგრამ ის მაინც ნელ-ნელა სუსტდებოდა. მაშინაც კი, როცა უკრაინამ შეძლო თავდაცვის გამაგრება ან უპასუხა მტერს დრონებითა და რაკეტებით, მაინც კარგავდა ტერიტორიებს. რუსეთი მაინც ტერიტორიულ წინსვლას აღწევდა, თუნდაც ძალიან ნელა. და მაშინაც კი, როცა კრემლმა ყოველ თვე 10,000-ობით ჯარისკაცი დაკარგა, მაინც მოახერხა მათი იგივე რაოდენობით, ან კიდევ უფრო მეტით, ჩანაცვლება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ომი უკრაინისტვის მოუგებელი ჩანდა. მისმა ძალებმა საოცარი საქმე გააკეთეს კონფლიქტის გახანგრძლივებაში. უთყამდნენ რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილებში და იცავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ლოკაციებს. აყოვნებდნენ ისეთი საკვანძო ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ავებას, როგორიცაა პოკროვსკი დონეცკის რეგიონში. დასავლეთის სანქციებიც თავის შედეგს იძლეოდა. რუსეთი იზოლირებული და დასუსტებული იყო. მისი ეკონომიკა ნელ-ნელა ინგრეოდა და დანაკარგები ყოველდღიურად იზრდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მისი საომარი მანქანა მაინც აგრძელებდა მოძრაობას. მისი ძალები მაინც ახერხებდნენ აქა-იქ ტერიტორიის მცირე მონაკვეთებისა და ცალკეული უბნების დაკავებას. ეს ბევრი არ იყო, მაგრამ ყველაფერი ჯამში მნიშვნელოვანი გამოდიოდა. და მაშინ, როცა რუსეთს თითქოს უსასრულო რაოდენობის ჯარისკაცების მობილიზება შეეძლო, მათ შორის პატიმრების ციხეებიდან გამოყვანაც და ფრონტზე გაგზავნაც, უკრაინის ადამიანური რესურსი ასეთივე ძლიერი არ იყო. ამიტომ გარდაუვალი რუსული გამარჯვება კვლავაც ყველაზე სავარაუდო საბოლოო შედეგად რჩებოდა. მაგრამ 2025 წელს რაღაცის შეცვლა დაიწყო და ეს ცვლილება 2026 წელსაც გაგრძელდა. და ახლა მოულოდნელად რუსული გამარჯვება სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოსალოდნელად ჩანს. სინამდვილეში კი პირიქით, კრემლის დამამცირებელი მარცხი რეალურად უფრო რეალისტურ ვარიანტად იქცევა. აი რატო? 4 ძირითად მიზეზად დაყოფილი.
ჯერ ტერიტორიის შესახებ ვისაუბროთ. ეს დიდი ხანია ალბათ ყველაზე ეფექტური გზაა იმის გასაზომად, თუ როგორ მიმდინარეობს ომი ორივე მხარისთვის და რომელი მათგანი, თუ საერთოდ რომელიმე, უპირატესობაშია. საცხის ეტაპებზე რუსეთმა მასშტაბურ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია. მისმა ძალებმა სწრაფად გაიარეს უკრაინის ტერიტორია. დაიკავეს ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილი და დედაქალაქ კიევსაც კი მიუახლოვდნენ, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას დაიწყებდა და მტერს უკან დაახევინებდა. მას შემდეგ მნიშვნელოვან რეგიონებში ბრძოლები ორივე მხარეს მერყეობდა. თუმცა რუსეთი ძირითადად ყოველ თვეში დამატებით ტერიტორიებს ითვისებდა. თუმცა 2025 წელს მისი წინსვლა, რომელიც ისედაც ძალიან ნელი იყო, ფაქტობრივად უკიდურესად შენელდა. მან ვერ მიაღწია მნიშვნელოვან გარღვევებს და მხოლოდ რამდენიმე საკვანძო ქალაქი ან დასახლება აიღო, ისიც დიდი დანაკარგების ფასად. უკრაინა საოცრად კარგად იცავდა პოზიციებს, იყენებდა ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა მოტყუება და დასუსტება, რაც გულისხმობს რუსული შეტევითი ჯგუფების კონკრეტულ ადგილებში შემოტყუებას და შემდეგ მათზე დრონებითა და артиლერიით ცეცხლის გახსნას, რათა შეეზღუდა ტერიტორიული დანაკარგები და ამავდროულად საკუთარი დანაკარგებიც მინიმუმამდე დაეყვანა. ამას წყალობით მთელი 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები დაიკავა. 2026 წლის პირველ თვეებში მისი წინსვლა კიდევ უფრო გაუარესდა. ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევითი ორგანიზაციაა და ომის დაწყებიდანვე აკვირდება მას, აჩვენებს, რომ 2026 წლის დასაწყისში რამდენიმე პერიოდში რუსეთი თვეში 200 კვადრატულ მილზე მეტ ტერიტორიას იკავებდა. თუმცა 2026 წლის თებერვალში მან მხოლოდ 50 კვადრატული მილი დაიკავა. მხოლოდ ეს კი არა, იმავე თვეში წლების განმავლობაში პირველად უკრაინამ შეძლო დაებრუნებინა უფრო მეტი ტერიტორია ვიდრე დაკარგა. თუ უკრაინა მომავალში შეძლებს ან წარმატების გამეორებას, ეს ომი უბრალოდ ჩიხში არ გაგრძელდება. ის აქტიურად გააძევებს რუსულ ჯარებს თავისი მიწიდან. პუტინის საომარ მანქანას თავიდან დააბრუნებს საწყის წერტილში, გაანულებს წლების ძალისხმევას და ფუჭად აქცევს კრემლის ასობით ათას დანაკარგს ამ პროცესში. თუნდაც უკრაინამ ყოველთვის ვერ შეძლოს ასეთი წარმატებების მიღწევა, ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე რუსული ჯარები თითქმის არ მიიწევენ წინ. ისინი პირდაპირ ჭაობში არიან გაჭედილები, მოძრაობენ უფრო ნელა, ვიდრე თითქმის ნებისმიერი დიდი ძალა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ნებისმიერ კონფლიქტში, მათ შორის პირველი მსოფლიო ომის დროიდანაც კი. შედარებისთვის უკრაინას ჯერ კიდევ კონტროლზე აქვს დაახლოებით 2500 კვადრატული მილი ტერიტორია დონბასში. მოდით ვთქვათ, რომ რუსეთი ყოველ თვეში აგრძელებს დაახლოებით 50 კვადრატული მილის დაპყრობას ამ ტერიტორიიდან. მათ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებათ დამქანცველი, გამოფიტვისა და ძვირადღირებული ომისთვის. მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაამყარონ კონტროლი ამ კონკრეტულ რეგიონზე. და მაინც უკრაინაში კიდევ უამრავი მილი დარჩება. ახლა მეორე მთავარი მიზეზი, რატომაც რუსული გამარჯვება უფრო გარდაუვალი კი არა, თავიდან ასაცილებელი ხდება, ადამიანებთან არის დაკავშირებული. რუსეთს ამ ომის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაუკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებები განსხვავდება, ბევრი წყარო თანხმდება, რომ ამ ეტაპზე რუსულ მხარეს მილიონზე მეტი დანაკარგი აქვს. დიდწილად ქვეყნის თითქმის სუიციდური ტაქტიკის გამო, როდესაც ათასობით ადამიანს ფრონტის ხაზზე უშვებენ საკმარისი წვრთნის, აღჭურვილობის ან თუნდაც ჯავშნის გარეშე, რომ დაიცვან ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული წინსვლის ტემპი შენელდა, დანაკარგების რაოდენობა ომის გაგრძელებასთან ერთად დრამატულად გაიზარდა. იმდენად, რომ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის დასაწყისშიც კი რუსეთი ყოველ თვე 10,000-ობით ჯარისკაცს კარგავდა. დედამიწის უმეტეს სამხედრო ძალას ასეთი დანაკარგების გადატანა სრულიად შეუძლებლად მოეჩვენებოდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთმა სასწაულებრივად შეძლო ამის გაკეთება. საბოლოოდ, ეს ხომ პლანეტის ყველაზე დიდი ქვეყანაა, სადაც 140 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ, მაშინაც კი როცა 10,000-ობით მათგანი უკრაინაში დაიღუპა ან დაიჯრა, რუსეთი მუდმივად ახერხებდა ახალი ძალების მოძიებას. მაშინაც კი როცა იძულებული გახდა გადაედგა სასოწარკვეთილი ნაბიჯები, შესთავაზა უზარმაზარი ფულადი ჯილდოები, მობილიზაცია გაუკეთა მსჯავრდებულებს, ფრონტის ხაზზე გაგზავნა მძიმე ავადმყოფები, ან ძალით აიძულა ეთნიკური უმცირესობები სამსახურში ჩაწერილიყვნენ, რუსეთი ყოველთვის ახერხებდა რიგების შევსებას. მაგრამ ახლა ასე აღარ არის. მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ თვეებში ვითარება საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მოსკოვის ყოველთვიური დანაკარგები ახლა აღემატება იმ ჯარისკაცების რაოდენობას, რომელთა გაწევაც შეუძლია. ეს პირველად ხდება 2022 წლის შემდეგ და თავად ეს რიცხვები ყველაფერს ამბობს. 2026 წლის პირველ კვარტალში ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა, რუსულმა არმიამ 89,000 ჯარისკაცი დაკარგა. მათ მხოლოდ 80,000-ის გაწევა შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ ჯამში 9,000 ჯარისკაცი დაკარგეს. და მდგომარეობა აქედან მხოლოდ გაუარესდება, რადგან უკრაინა 2026 წლის ბოლომდე ყოველ თვეში 50,000 რუსი ჯარისკაცის დანაკარგის ამბიციურ მიზნებს ისახავს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლს უყვარს პროპაგანდის მიღმა დამალვა და რუს საზოგადოებას ყველაფრის კარგად ყოფნის წარმოდგენა, რეალობას ვერ გაექცევა. ის ვერ გაექცევა ფაქტებსა და ციფრებს, რომლებიც პირდაპირ თვალწინ უდგას.
და თუ ანგარიშებს დაუჯერებთ, მოსკოვი უკვე პანიკაშია და მაღალი რანგის ჩინოვნიკები შიშით ეძებენ გამოსავალს ამ მზარდი პრობლემისგან. მაგალითად, 2026 წლის იანვარში კრემლმა გამოაცხადა ახალი რეკრუტირების კამპანია, რომლის მიზანიც იყო ახალი დრონ ოპერატორების მოზიდვა არმიისთვის. მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, მოლოდინებს ვერ გაამართლა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სანდო ორგანიზაციების ანგარიშებიც მიუთითებს, რომ რუსეთს უწევს უფრო მეტად დაქირავებულ მერკენარებზე დაყრდნობა აფრიკიდან, ცენტრალური აზიიდან და თუნდაც ჩრდილოეთ კორეიდანაც კი, მხოლოდ იმისთვის, რომ შეავსოს ჯარისკაცების რაოდენობა. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ეხლა ამ გაწევის პრობლემის წინაშე ვლადიმირ პუტინი რთულ მდგომარეობაშია. არც აშკარა პასუხები აქვს და არც მარტივი გამოსავალი. ერთი მხრივ მას შეუძლია გააგრძელოს თავისი ამჟამინდელი ტაქტიკა, იმ იმედით, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ამ ინტენსივობის შენარჩუნებას და რომ დანაკარგების რაოდენობა სულ ცოტა ოდნავ მაინც შემცირდება. ამასობაში მას შეუძლია გააგრძელოს დაქირავებულებზე და სხვა სასოწარკვეთილ ზომებზე დაყრდნობა, რათა თავისი არმიის დანაკარგები აანაზღაუროს. მაგრამ ეს დიდი რისკია, რადგან არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შენელდება ან მოდუნდება. სინამდვილეში უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთის დანაკარგების რაოდენობა უახლოეს კვირებსა და თვეებში კიდევ უფრო დრამატულად გაიზრდება. და თუ ქვეყანას არ შეუძლია ჯარისკაცების რაოდენობის შენარჩუნება, მას წარმოუდგენლად გაუჭირდება ფრონტის ხაზზე ნებისმიერი სახის ინტენსივობის შენარჩუნება. ეს ნიშნავს, რომ მისი ტერიტორიული მიღწევები კიდევ უფრო შენელდება და შესაძლოა მისი ძალები იძულებულნი გახდნენ უკან დაიხიონ მნიშვნელოვან რეგიონებში, რადგან უკრაინა ძალებს მოიკრებს და მტრის დასუსტებულ მდგომარეობას გამოიყენებს. მეორე მხრივ, პუტინმა შეიძლება გადადგას უკიდურესი ნაბიჯი და სცადოს მობილიზაცია, რაც პირდაპირ ნიშნავს 100,000-ობით საბრძოლო ასაკის მამაკაცის იძულებით გაწევას და ფრონტის ხაზზე გაგზავნას. ეს რუსულ არმიას უზარმაზარ გაძლიერებას მისცემდა. თუმცა გამოკითხები აჩვენებს, რომ რუსი საზოგადოება, რომლის დიდი ნაწილიც უკვე სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა მიმდინარე ომით, მკაცრად უარყოფს ასეთ ქმედებას. ამგვარად პუტინს მოუგვარებელი პრობლემა რჩება. და ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. რაც მიგვიყვანს მესამე მთავარ ფაქტორზე, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის საბოლოო გამარჯვების ალბათობას. ფაქტი, რომ უკრაინამ შეძლო ომი რუსეთში ისე შეეტანა, როგორც არასდროს, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ბევრისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ უკრაინა შეძლებდა თავის დაცვას ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ თავად მოეპოვებინა ძალა და რუსეთს საკუთარ მიწაზე დაესხა თავს. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად უკრაინამ დაიწყო მსოფლიოს გაოცება. არა მხოლოდ თავდაცვით და პოზიციების შენარჩუნებით, არამედ საზღვრებს გარეთ, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ თავდასხმების განხორციელებით. ეს ნელა და მცირე მასშტაბით დაიწყო. აქ-იქ დივერსიის თითოროლა აქტი, იქ დრონიკ თავდასხმა. მაგრამ შემდეგ ეს თავდასხმები უფრო ხშირი გახდა. მოულოდნელად რუსეთის რეგიონები დაუცველად იგრძნეს თავი. ასეთი ადგილები, როგორიცაა აეროდრომები, სამხედრო საწარმოები, სარდლობის ბაზები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, უკრაინის ხელში აღმოჩნდა. მათზე დრონები, ბომბები და რაკეტები ცვიოდა. აფეთქებების ხმა გაისმოდა, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა, სამიზნეები დაზიანდა და ქონება განადგურდა. ჯერ მილიონობით, შემდეგ კი მილიარდობით დოლარის ღირებულების ტექნიკა და ინფრასტრუქტურა მთლიანად კვამში გაეხვა. და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო უარესდებოდა მდგომარეობა რუსეთისთვის. 2025 წელს უკრაინამ მართლაც დაიწყო მტრის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე კონცენტრირება. გააცნობიერა რა, რომ თუ პუტინის ნავთობის ეკონომიკას მწყობრიდან გამოიყვანდა, შესაძლოა ომის დასრულება მოეხერხებინა და რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუჩენია რეალისტური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი ზელენსკისთან, მას უკვე გძნობს ყველა იმ დრონული და სარაკეტო დარტყმის გავლენას. ბოლოდროინდელი ანგარიშები აჩვენებს, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრის 40%-მდე დაირღვა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასიური დრონული დარტყმები განხორციელდა მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ბალტიის ზღვის პორტებზე. მილსადენები და საწვავის საცავები არაერთხელ გახდა დარტყმის ობიექტი, რის შედეგადაც უთვალავი გალონი ნავთობი ცეცხლში დაიწვა. ნავთობის ინდუსტრია რუსეთის ეკონომიკის საყრდენია. როცა ეს საყრდენი ირღვევა, მთელი ქვეყანა ზარალდება. და სწორედ ეს მოხდა აქ. როდესაც ნაკლები ნავთობი იწარმოება და იგზავნება დარჩენილ რამდენიმე სავაჭრო პარტნიორთან, რუსეთი ნამდვილად გრძნობს ეწოლას. მისი ეკონომიკა შეიძლება მთლიანად არ ინგრეოდეს, მაგრამ სერიოზული კრიზისის ზღვარზეა. მისი ეროვნული სიმდიდრის ფონდი ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და ომი ყოველწლიურად ფედერალური ბიუჯეტის უფრო დიდ პროცენტს შთანთქავს. ეს მდგრადი არ არის, განსაკუთრებით თუ უკრაინის შეტევები გაგრძელდება, ან კიდევ უფრო დამანგრეველი გახდება. რაც ლოგიკურად გვიყვანს მეოთხე პუნქტზე. 2026 წელს ორივე არმიის განსხვავებულ მდგომარეობაზე. ერთი მხრივ არის რუსეთი, ქვეყანა, რომელსაც ომის დაწყებისას გასაგებად ეშინოდათ მთელ მსოფლიოში. არმიით, რომელიც ექსპერტების აზრით, მარტივად იყო მეორე ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალა პლანეტაზე, შეერთებული შტატების შემდეგ. 2022 წელს უნდოდათ თუ არა ხალხი რუსულ არმიას პატივს სცემდა.
მას ჰქონდა შთამბეჭდავი რეპუტაცია, რომელიც წლების განმავლობაში კონფლიქტების, ძლიერი პროპაგანდისა და ეფექტური მარკეტინგის შედეგად ჩამოყალიბდა. ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთს ჰქონდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტანკები, უძლიერესი ჯავშან ტექნიკა, საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავები და ყველაზე მძლავრი საერთო თავდაცვა. სწორედ ამიტომაც იყო 2022 წლის დასაწყისში ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ რუსეთი ძალიან მარტივად გაანადგურებდა უკრაინას და ომს რამდენიმე კვირაში მოიგებდა. ამასობაში უკრაინა მსოფლიო არენაზე სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანა იყო. მას არ ჰქონდა გამორჩეული ტანკები, უახლესი საჰაერო თავდაცვა ან რაიმე განსაკუთრებული ტექნოლოგია, რაზეც საუბარი შეიძლებოდა. მაგრამ ომის მიმდინარეობისას ორივე ქვეყნის სამხედრო ძალები საპირისპირო მიმართულებით განვითარდნენ. რუსეთის რეპუტაცია დროთა განმავლობაში დაინგრა, ხოლო უკრაინის რეპუტაცია წლების განმავლობაში ფოლადსა და ცეცხლში გამოიცვდა. პირველ რიგში რუსეთის ეგრეთ წოდებული მსოფლიო ლიდერი, ტანკები და ჯავშან ტექნიკა პირველივე ბარიერზე დამარცხდა და ვერ მიაღწია იმ მნიშვნელოვან ტერიტორიულ წარმატებებს, რასაც კრემლი ელოდა. მისმა საჰაერო ძალებმა ვერ შეძლეს საჰაერო უპირატესობის მოპოვება, ხოლო მისი ლეგენდარული შავი ზღვის ფლოტი იძულებული გახდა გაქცეულიყო და დამალულიყო მას შემდეგ, რაც უკრაინა მის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით შეტევა დაიწყო. მისმა არმიამ მიუხედავად თავისი ზომისა, ვერ შეძლო თავისი გამოცხადებული მიზნების მიღწევა. და მისი მრავალი თითქოს და საუკეთესო იარაღი, როგორიცაა 14 არმატა, მხოლოდ შეზღუდულად და ფრთხილად იქნა გამოყენებული და ცნობების მიხედვით მოკლე გამოყენების შემდეგ გაიწვიეს, შესრულების მიმართ არსებული შეშფოთების გამო. ამასობაში მიუხედავად იმისა, რომ ბევრად სუსტი სამხედრო ძალით დაიწყო ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ, უკრაინამ შეუძლებელი შეძლო. ის კვლავ და კვლავ არღვევდა მოლოდინებს, ინარჩუნებდა სადაო ტერიტორიებს, იბრუნებდა დაკარგულ მიწებს, მოულოდნელად ესხმოდა მტევს და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილობრივ თავდაცვის ინდუსტრიას ქმნიდა. მან სრულყოფილად დაითვისა დრონული ომი, გადააჭარბა მტრის ტაქტიკას და ამ ახალ აღმოჩენილი უპირატესობით ასობით ეფექტური დარტყმა მიაყენა მტრის პოზიციებსა და ინფრასტრუქტურას. მან შექმნა რაკეტები, რომლებიც დღეს მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის შესაშური გახდა, მაგალითად ნეპტუნი და შორ-მანძილზე მოქმედი ფლამინგო, რომელიც სწრაფად შეიყვანეს შეიარაღებაში და უკვე გამოიყენეს სამიზნეების ნეების დასარტყმელად 2026 წელს. ეხლა ჩვენ მივახციეთ მდგომარეობას, რომელიც 2022 წელს ფანტაზიად მოგოჩვენებოდა. მდგომარეობას, სადაც უკრაინის სამხედრო ძალა რეალურად აღემატება რუსეთის საომარი მანქანას. ხოლო ნდობა რუსეთის ძალაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ისტორიულ მინიმუმზეა დაცემული. რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც ისტორიულად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული ჯავშან ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში, უკვე დაიწყო შეთანხმებებიდან გამოსვლა და სხვა ალტერნატივების ძიება. და თვითონ რუსეთშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს ღია და არ აღიარებს, საზოგადოების თვეების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად ღელავს იმაზე, რომ ეს ომი მათი ქვეყნისთვის მოუგებელია და აღარ უნდა გაგრძელდეს. სინამდვილეში ბოლო გამოკითხვა მაჩვენა, რომ რუსების 67%-მა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, მიიჩნია, რომ დროა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და დასრულდეს კონფლიქტი. სხვა გამოკითხვამ, რომელიც სახელმწიფო მედია საშუალება TASS-მა გაავრცელა, ასევე აჩვენა, რომ დღეს რუსების 75% ენდობა პუტინს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მაღალი მაჩვენებელი ჩანდეს, სინამდვილეში ეს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა და ძალიან სავარაუდოა, რომ ეს ციფრები გადაჭარბებულია, თუ გავითვალისწინებთ TASS-ის რეპუტაციას კრემლის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებაში. ამ ფაქტორების ერთობლიობით რუსეთი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მისი არმია ძლივს მიიწევს წინ. მისი დანაკარგები მკვეთრად იზრდება, გაწევა ვერ ხერხდება, რეპუტაცია შერყეულია, ეკონომიკა კრიზისშია და ხალხს აღარ აქვს რწმენა, რომ ეს ყველაფერი როგორმე გამოსწორდება. ეს ყველაფერი არნიშნავს, რომ ომი მალე დასრულდება. რადგან პუტინი საოცრად ჯიუტი ადამიანია და განაგრძობს დაპყრობით ომს მიუხედავად ნებისმიერი ფასისა. ის მზად ჩანს მთელი ქვეყანა მიწასთან გაასწოროს, მხოლოდ იმისთვის, რომ სახე შეინარჩუნოს ამ უიმედო მცდელობაში. მაგრამ სანამ ის უარს ამბობს რეალობის აღიარებაზე, დანარჩენი მსოფლიო ნელ-ნელა იღვიძებს და რეალობას ეჯახება. სინამდვილეში ეს ომი მხოლოდ ერთი გზით არ დასრულდება. ის ნელა, მაგრამ აუცილებლად არ მიდის რუსეთის გარდაუვალ გამარჯვებამდე და უკრაინის სრულ კოლაფსამდე. პირიქით, ახლა ჩანს, რომ ყველაფერი სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. ოდესღაც ძლევამოსილი რუსეთი უფრო სუსტად გამოიყურება ვიდრე ოდესმე, ხოლო მამაცი, აუტსაიდერი უკრაინა ყველა მოლოდინს აჭარბებს, როგორც არასდროს. ბოლო რამ, რაც პუტინის ომს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თითქოს მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო. თვალთახედის მიღმა დამალული, რაღაც ისეთი ძვირფასი, რომ ვერაფერი შეცვლიდა მას. მაგრამ უკრაინა მიპოვა ის და უკრაინამ დაარტყა მას. საფრანგეთმა შექმნა იგი, უკრაინამ სრულ ოფილად აითვისა, ხოლო რუსეთმა ყველაფერი ერთ დარტყმაში დაკარგა, რადგან სასიკვდილო სკალპის რაკეტებმა გაანადგურეს ცენტრი, რომელიც სავსე იყო რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღებით. სამიზნე დონეცკში იყო. იქ უკრაინამ გამოიყენა ყველაზე მომაკვდინებელი საჩუქარი, რომელიც საფრანგეთმა გადასცა მას. დონეცკის აეროპორტში დამალული იყო რაღაც, რის გარეშეც რუსეთი ვერ გაძლებს. დრონების საცავები ამ აეროპორტში ყველგან გამოჩნდა და ეს საცავები რუსეთის უკანა ხაზზე ორიენტირებული სტრატეგიის მთავარი ნაწილია. შაჰიდის დრონების გაშვება დონეცკიდან და არაუშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან ნიშნავს, რომ ამ დრონებს ნაკლები მანძილის დაფარო აუწევთ, სანამ სამიზნეებს მიაღწევენ. ნაკლები მანძილი ნიშნავს ნაკლებ შანსს, რომ დრონები საჰაერო თავდაცვამ გაანადგუროს, ან ელექტრონულმა ომმა გადაამისამართოს.
ეს მარტივი განტოლებაა, რაც უფრო ახლოს არის დრონის გაშვების წერტილი, მით მეტი ზიანი მოაქვს დარტყმებს. მაგრამ უკრაინამ ამას ბოლო მოუღო. 14 აპრილს მან განახორციელა იერიში, რომელშიც რამდენიმე ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რათა გაენადგურებინა დრონების საცავები, რომლებიც რუსეთმა დონეცკის აეროპორტში ააშენა. ოპერაცია უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს, ფრანგული წარმოების სკალპის რაკეტებმა გაანადგურეს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დონეცკში და მათ შეუერთა კიდევ ერთი იარაღი, რომლის შესახებაც მალე გეტყვით. ჯერ კი თავად იერიში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ტელეგრამის პოსტში განმარტა, რა მოხდა იერიშის დროს. ჩვენმა ძალებმა დონეცკის აეროპორტის მახლობლად, დროებით ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, დამთხმელი უპილოტო საფრენი აპარატების, UAV-ების, საცავები დააზიანეს, განაცხადა გენერალურმა შტაბმა, სანამ ახსნიდა, რატომ იყო ეს იერიში ასეთი მნიშვნელოვანი. უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რუსი ოკუპანტების შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უკანა ხაზზე რუსეთის დასუსტებას ეხება, რათა მისმა შეტევებმა ფრონტზე კრახი განიცადოს. და უკრაინა არ დატოვა არანაირი ეჭვი თავისი იერიშის წარმატებაში. იმის წინასწარ გათვალისწინებით, რომ რუსეთი აუცილებლად შეეცდება განაცხადოს თითქოს მისმა საჰაერო თავდაცვამ უკრაინის რაკეტები გაანადგურა მანამდე, სანამ ისინი ზიანს მიაყენებდნენ, გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ადასტურებს იერიშების წარმატებას. ეს გრძელი ვიდეო არ არის, დაახლოებით 20 წამს გრძელდება. მასში ნაჩვენებია ყველაფერი, რაც საჭიროა იმის დასანახად, რომ უკრაინამ გააკეთა ის, რაც თქვა. 2-3 წრეშია მოქცეული. სავარაუდოდ ისინი გადაღებულია ზემოდან ფრენის სადაზვერო დრონით. შემდეგ კი ძლიერი აფეთქება. პირველი სამიზნე ეცემა, რამდენიმე წამში კი კიდევ ერთი ძლიერი აფეთქება ხდება და მეორე სამიზნეც განადგურებული. მოგვიანებით ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ორი ბოლქავებული ნანგრევი იქ, სადაც ადრე დრონების საცავი იყო. უკრაინამ უბრალოდ მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის არმიას დონეცკში და ამისთვის იდეალური იარაღი აირჩია. საფრანგეთში დამზადებული სკალპის რაკეტები, რომლებიც იგივეა რაც ბრიტანეთში წარმოებული Storm Shadows რაკეტები, უკრაინაში 2023 წლიდან არის. უკრაინა მათ მოდიფიცირებული Su-24M თვითმფრინავებიდან იყენებს. და მან ეს რაკეტები მრავალი რუსული სამხედრო ობიექტის დასაცმელად გამოიყენა, მათ შორის სამხედრო გემების, ლოგისტიკური ჰაბების, აეროდრომების და ახლა უკვე დრონების საცავების წინააღმდეგაც. ჰაერიდან, გემიდან და წყალქვეშა ნავიდან გასაშვების სკალპის რაკეტებს აქვთ მოქმედების რადიუსი 140-დან 550 კილომეტრამდე, ანუ 87 და 351.7 მილი ვერსიის მიხედვით. ყველა მათგანს აქვს მაღალფეთქებადი გამჭოლი საბრძოლო ქობინი, რომლის წონაა 400 კილოგრამი, ანუ თითქმის 882 ფუნტი, რაც მათ იდეალურს ხდის გამაგრებულ თავშესაფრებზე გამოსაყენებლად, სადაც განთავსებულია იარაღი, რომელიც რუსეთს სჭირდება უკრაინის დასასუსტებლად. ესენი ძლიერი, მოკლე მოქმედების რადიუსის ფრთოსანი რაკეტებია და უკრაინამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რამდენად ეფექტურები შეიძლება იყვნენ ისინი. სხვა ქვეყნებმა ეს უკვე იცოდნენ ბევრად ადრე ვიდრე პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა იტალიამ, საბერძნეთმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ანუ ASAM, ყველამ შეიძინა Scalpi ან Storm Shadows რაკეტები საკუთარი არსენალისთვის. სხვათა შორის ეს ორი ბოლო ქვეყანა შეიძლება ომის შემდეგ ეტაპზეც ჩაერთოს. ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად, რამაც ირანი აიძულა თავდასხმები განეხორციელებინა საუდის არაბეთსა და ASEAN-ზე, ორივე ქვეყანამ უკრაინასთან 10 წლიანი თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმა. ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს სჭირდებათ წვდომა უკრაინის დრონებზე და გამოცდილება შაჰიდებთან გამკლავებაში. ამჟამად უკრაინა იღებს გადამჯერ რაკეტებს, ფინანსურ დახმარებას და საწოვის მარაგებს დრონებთან დაკავშირებული თავისი ექსპერტიზის სანაცვლოდ. მაგრამ რას მოგვიტანს მომავალი? შეიძლება თუ არა რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი მზად იყვნენ უკრაინისთვის თავიანთი Scalpis ან Storm Shadows რაკეტაკეტების გაგზავნაზე ამ თავდაცვითი შეთანხმებების ფარგლებში. ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ აშკარაა რომ უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, რადგან აგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. დაუბრუნდეთ დარტყმებს დონეცკში. უკრაინის Scalpis რაკეტებმა შეიძლება ყველა სათაური დაიკავეს, მაგრამ 14 აპრილს კიდევ ერთი იარაღი იყო გამოყენებული. GBU-39 საჰაერო მართვადი ბომბებიც გამოიყენეს რუსეთის დრონების საცავებზე. ეს იყო ორმაგი დარტყმა უკრაინის მხრიდან და არა მხოლოდ ერთი თვალსაზრისით, როგორც მალე გაიგებთ. საფრანგეთი და ASS-ში გაერთიანდნენ თავდასხმაში, რომელიც აჩვენებს, როგორ იტენებს უკრაინა დასავლეთის მიერ მიწოდებულ ტექნიკას მაქსიმალურად, ხოლო GBU-39 იდეალური იარაღია იმ ობიექტების დასასრულებლად, რომლებშიც უკვე შეიჭრა Scalpi. ასევე ცნობილი როგორც მცირე დიამეტრის ბომბი, GBU-39 არის 113 კილოგრამიანი, ანუ 250 ფუნტიანი, ყველა ამ ინდისთვის განკუთვნილი მართვადი საბრძოლო მასალა, რომელიც მიზნისკენ მისასვლელად იყენებს GPS-სა და INS. ზუსტი და იმდენად პატარა, რომ რამდენიმე მათგანი შეიძლება ერთ თვითმფრინავში ჩაიტვირთოს, GBU-29 ჭკვიანი მოწყობილობაა. მისი სისტემა იტენებს ჭკვიან პლატფორმას, რომელშიც 4 ბომბის ჩატვირთვაა შესაძლებელი, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას ერთდროულად რამდენიმე მძლავრი დარტყმა მიაყენოს 40 საზღვაო მილის დაშორებით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ისინი იაფიც არის. GBU-29-ის ფასი მხოლოდ $40,000 ერთეულზე, რაც მას შესანიშნავ გაგრძელებად აქციევს უფრო ძვიადღირებული საბრძოლო მასალის გამოყენების შემდეგი დარტყმებისთვის. სავარაუდოდ სწორედ ეს ვიხილეთ ეხლა დონეცკში. Scalpმა გაანადგურა ის დაცვა, რომელიც რუსეთმა თავისი შაჰიდებისთვის ააგო, ხოლო GBU-29-ები გაუშვეს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანათ. უკრაინამ ეს დარტყმა ზუსტად სწორ დროს განახორციელა.
ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმის მიზანი იყო რუსეთის შეტევითი შესაძლებლობის ბების შემცირება. ეს სწორედ ისაა, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, რადგან რუსეთმა დაიწყო საგაზაფხულო შეტევა, რომელიც გაგრძელდება ზაფხულშიც და სავარაუდოდ შემოდგომაშიც. ამ შეტევას რამდენიმე მიზანი აქვს, რომელთაგან მთავარი არის დონეცკის ციხესიმაგრეების სარტყელის აღება. იმ ქალაქების დაპყრობა, რომლებიც რუსეთს სჭირდება დონეცკის დასაკავებლად. და საბოლოოდ, ამ გზით პუტინმა, რომელმაც დაიწყო თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შეძლოს კონტროლის დამყარება დონბასის რეგიონზე, რომელსაც ის დიდი ხანია ესწრაფვის. ციხესიმაგრეების სარტყელი რუსეთისთვის მარტივი სამიზნე არ არის. ის H-20 კონსტანტინიუკა სლოვიანსკის გზატკეცილის გასწვრივ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისთან გადაჭიმული 50 კილომეტრიანი, ანუ 31 მილის სიგრძის გამაგრებული ხაზია. უკვე 10 წელზე მეტია, უკრაინა დროსა და ფულს ხარჯავს ამ სარტყელის თავდაცვითი ნაგებობების გაძლიერებაში. ყველაფერი იმის მოლოდინში, რომ რუსეთიდან აგრესიული ქმედებები იქნებოდა. 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ პუტინის ძალები საბოლოოდ იმ მდგომარეობაში არიან, რომ შეუძლიათ დაიწყონ ციხესიმაგრის სარტყელის შეტევა. მიწაზე მყოფი ჯარისკაცები უკვე პირდაპირ მნიშვნელობით რთულ ამოცანას აწყდებიან. ციხესიმაგრის სარტყელის დიდი ნაწილი მაღლობზეა განთავსებული, რაც უკრაინას აშკარა უპირატესობას აძლევს შემოსული რუსი ჯარისკაცების მიმართ. დრონების გამოყენებით უკრაინა ხედავს ამ ჯარისკაცების მოახლოებას და შეუძლია მათ განადგურება იმ ვრცელ სასიკვდილო ზონებში, რომლებიც ციხესიმაგრის სარტყელის ქალაქებს აკრავს. რუსეთისთვის ყველაფერი, რაც ციხესიმაგრის სარტყელის შიგნიდან შესუსტებას შეძლებს, აუცილებელია გაზაფხულის შეტევის წარმატებისთვის. შაჰიდები გადამწყვეტი იქნებოდა. ეს გრძელდისტანციური დრონები შეიძლებოდა დონეცკის აეროპორტიდან ციხესიმაგრის სარტყელში გაეშვათ, რაც პანიკას გამოიწვევდა და უკრაინის თავდაცვას დააზიანებდა. მაგრამ ეხლა რუსეთის შაჰიდი დრონები დონეცკში აღარ არის და მათთან ერთად ქრება იმედი, რომ პუტინის ადგილობრივ ხელქვეითებს შეეძლებოდათ ციხესიმაგრის სარტყელის შესუსტება მანამდე, სანამ შეტევას დაიწყებდნენ. ისინი შეეჯახებიან უკრაინის ძალებს, რომლებიც მზად არიან მათთვის ყველა მიმართულებით, რადგან უკრაინამ გამოიწყო საშუალო სიშორის დარტყმების კამპანია რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც აშკარა გავლენა აქვს გაზაფხულის შეტევაზე. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინამ ორმალი დარტყმა ერთზე მეტი თვალსაზრისით განახორციელა. ეს მხოლოდ სკალპისა და GBU-39-ების გამოყენება არ იყო, რაც რუსეთს დონეცკის აეროპორტში აფორიაქებდა. უკრაინის 14 აპრილის დარტყმა იმდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს გაგრძელებაა იმისა, რაც უკრაინამ ადრე უკვე გააკეთა აეროპორტში. ეს ყველაფერს ბევრად უფრო ამძიმებს რუსეთისთვის. სხვათა შორის, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჯიროთ ხილაკს, რომ არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ვიდეოები. მოდით 7 მარტს დაუბრუნდეთ. იმ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა დილის საათებში ზუსტი დარტყმა მიაყენეს რუსულ დრონების ობიექტს დონეცკის აეროპორტში. ამჯერად უკრაინამ დაარტყა ცენტრს, რომელსაც United 24 მედიის ინფორმაციით რუსეთი იყენებდა თავისი შაჰიდის დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად. ეს იყო მრავალფუნქციური ობიექტი და უკრაინამ იგი გაანადგურა კოორდინირებული ძალისხმევით, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის სარაკეტო ძალები, სახმელეთო ჯარების артиლერია და უკრაინის საჰაერო ძალები. ამ დარტყმაში ასევე გამოიყენეს სკალპის რაკეტები. და ძალიან გავდა იმ თავდასხმას, რომელიც 14 აპრილს ვიხილეთ. მათთან ახლდათ ამერიკული წარმოების იარაღი. უბრალოდ ეს არ იყო GBU-39, როგორც 7 მარტს. უკრაინამ სკალპისა და ატაქსის ნაზავით გაანადგურა რუსეთის შაჰიდების ცენტრი. ამ დარტყმაში ატაკამსის გამოყენება საინტერესო იყო. 2025 წლის აგვისტოში გაირკვა, რომ აშშ-მ შექმნა ახალი დამტკიცების სისტემა უკრაინისთვის. ატაკამსის გამოყენებაზე რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ. ეს სისტემა გადიოდა დამტკიცების რამდენიმე დონეს. საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას იღებდა აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგზეთი, რომელიც ან თანხმობას აძლევდა, ან უარს. The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ ახალმა სისტემამ ფაქტობრივად დაბლოკა უკრაინისთვის ატაკამსის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის უმეტეს ნაწილში, რადგან იმ რამდენიმე შემთხვევაში, როცა უკრაინამ დარტყმებზე ნებართვა მოითხოვა, მას უარი უთხრეს. აშკარაა, რომ 7 მარტისთვის რაღაც შეიცვალა. უკრაინას კვლავ შეუძლია სრულად გამოიყენოს ატაკამსის ძალა რუსეთის სამიზნეებზე, რის შედეგადაც დონეცკში მდებარე შაჰიდების ჰაბი დაიწვა. ატაკამს ძალიან სასარგებლო იარაღია უკრაინისთვის, რომ კვლავ კონდეს თავის არსენალში. მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ატაკამს შეუძლია დაფაროს 165-დან 300 კილომეტრამდე მანძილი, ანუ 102-დან 186 მილამდე, გამოყენებული ბლოკის მიხედვით. საკმარისად სწრაფია, რომ აიცილოს რუსული საჰაერო თავდაცვა. რაკეტას შეიძლება კონდეს მაღალფეთქებადი ქობინი ან მაღალფეთქებადიადი ნამსხვრეულ ფრაგმენტაციული ქობინი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 300-დან 950-მდე სუბმუნიციის მიწოდება სამიზნეზე. ასე რომ შესაძლოა 7 მარტს ვიხილეთ რაღაც მსგავსი, რასაც ვეჭობთ რომ ვიხილეთ 14 აპრილს. სკალპმა შეაღწია ამერიკული წარმოების შემდგომმა იარაღმა სამიზნე გაანადგურა. და თქვით 2 მაგი დარტყმა ადრე. ალბათ უნდა გვეთქვა 3 მაგი დარტყმა. 28 მარტს United 24 მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ განახორციელა დარტყმა დონეცკის აეროპორტზე. ამჯერად სამიზნე იყო მობილური გამშვები დანადგარები, რომლებიც რუსეთმა ამ ტერიტორიაზე განათავსა, მაგრამ პუტინის ძალები მათ იყენებდნენ შაჰიდის დრონების უკრაინის ქალაქებისკენ გასაშვებად. ეს თავდასხმა განსხვავდებოდა იმ ორიდან, რომლებიც ვახსენეთ, რადგან იგი განხორციელდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინამ დრონები გაუშვა დრონების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად და ამ პროცესში მინიმუმ 4 მათგანი გაანადგურა. აქ ჩვენ ხედავთ სისტემურ კამპანიას იმისთვის, რომ დონეცკის აეროპორტი, რომელიც რუსეთმა შაჰიდების მნიშვნელოვან ჰაბად გადააქცია, სრულიად გამოუსადეგარი გახდეს.
შთამბეჭდავია, რომ უკრაინა ამ ჰაბის დასაზიანებლად სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალას იყენებს. Scalp და attack-ებს უზრუნველყოფენ ისეთ ძლიერ ცეცხლის ძალას, რომლითაც მთელი შენობების განადგურებაა შესაძლებელი. GBU-39-ის მართვადი ბომბები სავარაუდოდ გამოიყენება შემდგომ იერიშებში, რომლებიც ანადგურებენ დრონებს და უზრუნველყოფენ, რომ რუსეთს არ ქონდეს შანსი შეაკეთოს ის ზიანი, რომელსაც უკრაინის დასავლური რაკეტები აყენებენ. რაც შეეხება დრონებს, ისინი გამოიყენება ზუსტი დარტყმებისთვის გამშვებ დანადგარებზე და მსგავს ობიექტებზე, რაც უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა ვერც კი გამოიყენოს შაჰიდის დრონების შენცირებული მარაგი, რომელიც მას დონეცკის აეროპორტში აქვს. ეს უკრაინის მხრიდან ძალიან გონივრული ნაბიჯია. რაც უფრო ხშირად ურტყამს უკრაინა დონეცკის აეროპორტს, მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ რუსეთის ძალებს მოუწევთ უკან დახევა და ახალი შაჰიდის გამშვები პუნქტის შექმნა უკრაინის რაკეტების მოქმედების არეალის მიღმა. და თუ შაჰიდის გამშვები პუნქტები კიდევ უფრო უკან უნდა გადაიტანონ, ყველა ის უპირატესობა, რაც ახლოს მდებარე ადგილებიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებას მოქონდა, რაც ადრე ვახსენეთ, გაქრება. გაუბრუნდეთ 14 აპრილს. ვინც თვალს ადევნებს უკრაინის საშუალო და გრძელდისტანციურ დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ, უკვე ექნება ეჭვი, რომ დონეცკში დრონების საცავის განადგურება შეიძლება არ ყოფილიყო ერთადერთი, რაც უკრაინამ იმ დღეს გააკეთა. ეს ადამიანები მართალი იქნებიან. სხვა დარტყმები მიმართული იყო უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე სამიზნეებზე, რაც თან ახლდა რუსეთის შაჰიდებზე განხორციელებულ ხმაურიან თავდასხმას. ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინამ დრონები გაუშვა ოკუპირებულ აზოვსკას დასახლებაზე. ამ დასახლებაში არსებულ საბრძოლო მასალის საწყობებს იყენებდნენ რუსი ჯარისკაცების მომარაგებისთვის, რომლებიც ცდილობენ ზაპოროჟიეს ქალაქისკენ წაწევას, მაგრამ ახლა ისინი აღარ არსებობს, რადგან უკრაინის დრონებმა ისინი მთლიანად გაანადგურეს. დონეცკში უკრაინამ ასევე დაარტყა ოზუვისა და კულიკივსკას დასახლებებს. კიდევ ერთხელ, სამიზნე იყო საბრძოლო მასალის საწყობები და ეს ყველაფერი უკრაინის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გაზაფხულის შეტევის ყველა ასპექტის დასუსტებას. თუ შაჰიდებს გაანადგურებ, რუსეთის შორმანძილზე მოქმედების სტრატეგიას დაასუსტებ. თუ საბრძოლო მასალის საწყობებს გაანადგურებ, რუსეთის ჯარებს ადგილზე იძულებული აქვთ შეტევები ხელცარიელებმა დაიცვან, რაც მათ უკრაინის საბრძოლო ზონებში მოქმედი დრონებისთვის მსხვერპლად აქცევს. ეს ყველაფერი ემსახურება გამოფიტვის მიდგომას, რომელიც 2026 წელს უკრაინისთვის ძალიან კარგად მუშაობს. შორმანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებით უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთს გაუსწროს როგორც გაშვებული დრონების რაოდენობით, ასევე იმ სამიზნეების რაოდენობით, რომელსაც ეს დრონები ურტყამენ. ომის უმეტეს პერიოდში რუსეთი ამ მიმართულებით უკრაინას მნიშვნელოვნად უსწრებდა, რაც უპირატესობა იყო და რომელსაც განსაკუთრებით დაეთვლო 2025 წლის მეორე ნახევარში. იმ წლის ბოლოსთვის რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თვეში საშუალოდ 5000-ზე მეტ შაჰიდის ტიპის დრონს უშვებდა. ოქტომბერში 5298, ნოემბერში 5447 და დეკემბერში 5131 დრონის გაშვებით. ეს მკვეთრი ზრდა იყო იმ დრონების რაოდენობაში, რომელსაც რუსეთი ყოველ თვე უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა 2025 წლის დასაწყისთან შედარებით და ეს ესკალაციის ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. ამ ტენდენციის შეცვლა არის უკრაინის მიზანი. სწორედ აქ შემოდის დარტყმები დონეცკზე. რუსეთი კვლავ ცდილობს ესკალაციას და ამას წარმატებით ახერხებს. მარტში უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის მიერ გაშვებული 6462 დრონი დაუპირისპირდათ, რაც კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2025 წლის ბოლოს ვნახეთ. მაგრამ რაღაც შეიცვალა, სინამდვილეში ორი რამ. პირველ რიგში უკრაინამ რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა 2025 წლის ბოლოდან. 6462 დრონიდან, რომელიც რუსეთმა მარტში გაუშვა, 5833 ჩამოაგდეს მანამ სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ, რაც უკრაინას 90%-ის ჩამოგდების მაჩვენებელს აძლევს. ეხლა გაიხსენეთ, რაც დონეცკის აეროპორტის მდებარეობაზე და მის არაოკუპირებულ უკრაინასთან სიახლოვეზე თქვით. დონეცკში შაჰიდის საწყობების განადგურებით უკრაინა აიძულებს რუსეთს შაჰიდების უფრო დიდი მანძილიდან გაშვებას, რაც მეტ შესაძლებლობას ქმნის ამ დრონების ჩამოსაგდებად. მოელოდეთ, რომ უკრაინის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი აპრილში 90%-ს გადააჭარბებს. თუ ასე მოხდა, ეცოდინება, რომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს. მეორე რაღაც არის ის ბოლო რამ, რაც პუტინს სურს მოისმინოს. რუსეთის ლიდერი დიდად ეფრდნობა გრძელდისტანციურ დრონებს იმ სამუშაოს შესასრულებლად, რასაც მისი სახმელეთო ძალები ვერ ახერხებენ. უფრო მეტი დრონის გაშვება, რაც რუსეთს შეეძლო, იყო ის, რითაც პუტინი წლების განმავლობაში უკრაინას აშინებდა. ახლა ასე აღარ არის. იმავე მარტში, როდესაც უკრაინამ 90%-ის ჩამოგდების მაჩვენებელი დააფიქსირა, პირველად მოხდა ისე, რომ უკრაინა გრძელდისტანციური დრონების რბოლაში რუსეთსგაც გადაასწრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უნებლიეთ თავი გასცა, როცა განაცხადა, რომ მარტის განმავლობაში 7347 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი უშვებს და ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ უკვე გადაასწრო რუსეთს გრძელდისტანციური დრონების მიმართულებით. უკრაინას ახლა რუსეთზე მეტი გრძელდისტანციური დრონი აქვს და აქტიურად იყენებს მათ. დონეცკზე თავდასხმა იყო მაგალითი იმ ახალი უპირატესობისა, რომელიც უკრაინამ მოიპოვა ბრძოლის ველზე. როდესაც რუსეთი 2025 წლის ბოლოს აძლიერებდა თავის გრძელდისტანციურ კამპანიას, უკრაინა აქტიურად მუშაობდა ახალი თაობის საშუალო დისტანციის დრონების შექმნაზე, რაც საშუალებას მისცემდა მას დრონული ბრძოლის ყველა მიმართულება დაეფარა. მოკლედისტანციური FPV დრონები ფრონტის ხაზზე რუს ჯარისკაცებს ანადგურებენ. გრძელდისტანციური დრონები და რაკეტა დრონის ჰიბრიდები თავად რუსეთის სიღრმეში იერიშებს ახორციელებენ. შიგნიდან ანადგურებენ რუსულ საომარ მანქანას.
ახლა კი საშუალო დისტანციის დრონები უკრაინას საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ პოზიციებზე იერიშები მიიტანოს ისე, რომ ამისთვის ძვირადღირებული გრძელდისტანციური დრონების გამოყენება არ დასჭირდეს. ეს საშუალო დისტანციის დრონები უერთდებიან დასავლურ რაკეტებსა და მართვად ბომბებს, რომლებსაც მსგავსი მანძილი აქვთ, რათა რუსების ახლო ზურგში ქაოსი შექმნან. უკრაინის საშუალო დისტანციის იერიშები მას საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საზღვისპირა რეგიონებში უფრო ხშირად და უფრო ძლიერი დარტყმები მიაყენოს ვიდრე ოდესმე. ციფრები უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. ახლა როცა უკრაინა უფრო მეტ რაკეტას უშვებს რუსეთის დრონების საცავებზე დონეცკში, სწორედ უკრაინაა ის ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად იყენებს დრონების უპირატესობას, რაც აქამდე რუსეთს ჰქონდა. და კიდევ ერთი დეტალია იმაზე, რაც უკრაინამ 14 აპრილს შეძლო და რაც აღსანიშნავია. უკრაინის დარტყმები გამორჩეულ კოორდინაციასა და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის გამოყენების მზარდ შესაძლებლობას აჩვენებს, რათა რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. ეს ვხედავთ თავად დონეცკშიც, სადაც უკრაინამ რაკეტები და მართვადი ბომბები გამოიყენა დრონების საცავების გასანადგურებლად, ხოლო დრონებით კი საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურა დონეცკში. ეს არის მრავალმხრივი დარტყმის მეთოდები, რომლებიც ერთიანი ოპერაციის ფარგლებში გამოიყენება, რაც მიუთითებს უკრაინის სამხედრო ძალების სხვადასხვა დანაყოფებს შორის მაღალი დონის კოორდინაციას. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია გააფართოვოს თავისი თავდასხმების მასშტაბი, რაც დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. სად უნდა განთავსდეს ეს თავდაცვის სისტემები? რას უნდა ეცადონ, რომ დაარტყან? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხისგაცემასაც უკრაინა ახლა აიძულებს რუსეთს, რეალურ დროში, როცა დარტყმები მიმდინარეობს. ხშირად პასუხი ის არის, რომ რუსეთი ცდილობს ძალიან გაავრცელოს თავისი საჰაერო თავდაცვა, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს ერთდროულად რამდენიმე ობიექტს დაარტყას. მაგრამ მაშინაც კი თუ რუსეთი კონცენტრირდება ერთ ობიექტზე, სხვა რჩება დაუცვენი. პუტინის ძალები აღმოჩნდებიან ჩიხურ მდგომარეობაში. უკრაინა მხოლოდ გააუმჯობესებს ამ ტიპის სიტუაციების შექმნის უნარს, რადგან ავითარებს საშუალო რადიუსის დრონების შესაძლებლობებს იმ დონემდე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მეტ იერიშისთვის რაკეტებთან და მართვად ბომბებთან ერთად. პუტინს ალბათ ეგონა, რომ უკრაინისგან ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ველზე სიტუაცია მხოლოდ უარესდება. აშშ-მ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი და ახლა უკრაინა ამით ანადგურებს რუსეთის ჯარისკაცებს. განსაკუთრებული ხმაურის გარეშე, უკრაინამ უბრალოდ დაამატა თავის არსენალს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში საარტილერიო იარაღი და ამან რუსეთის ყველა იარაღი უსარგებლოდ აქცია. უკრაინას თვითონაც არ ჰქონდა ეს მოლოდინი, რუსეთს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ იმის წყალობით, რაც აშშ-მ 10 წლეულების წინ შექმნა, უკრაინას ახლა აქვს გამანადგურებელი იარაღი, რომელსაც შეუძლია რუსეთის ომის დასრულება. საუბარი არის 203-მიანი M-10 თვითმავალი ჰაუბიცის შესახებ, რომელიც გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 52 საარტილერიო ბრიგადას. ამის შესახებ იუწება United 24 მედია, რომლის თქმითაც თავად ბრიგადამ დაადასტურა იარაღის მიღება და აღნიშნა, რომ ის კარგად ევცმის უკრაინაში წარმოებულ საარტილერიო სისტემებს, რომლებიც ანადგურებენ რუსეთის გაზაფხულის შეტევას. ჩვენი აღჭურვილობა მოიცავს 222 ბადანას თვითმავალ ჰაუბიცას, RM-70 ვამპირის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს და 203-მიან M-1000-ას. 52 ბრიგადამ ამის შესახებ ჩვეულებრივად გამოაცხადა სოციალურ ქსელში. 2 აპრილს თითქოს M-10 უბრალოდ დამატება იყოს. ასე ნამდვილად არ არის. და თქვენ მალე გაიგეთ, რატომ აიძულებს ამ ძლიერი საარტილერიო იარაღის უკრაინაში გამოჩენა ბრძოლის ველზე ცვლილებებს. პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა. როგორ მოახერხა უკრაინამ, რომ საერთოდ მიეღო M-10 ჰაუბიცები? ეს არის ცივი ომის პერიოდის იარაღი, რომელიც აშშ-ს სამხედროებმა ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან, ასე რომ იფიქრებდით უკრაინას არ ექნებოდა შანსი, რომ მიეღო იგი. თუმცა ის, რომ იარაღი მოხსნილია შეიარაღებიდანებიდან არ ნიშნავს, რომ ის მოუძველებულია და იმ M-10-ების წარმოშობა, რომლებიც ახლა უკრაინაშია, უკავშირდება შეთანხმებას, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. სწორედ მაშინ Army Recognition-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბერძნეთმა დაამტკიცა თავისი 60 ამერიკული საარტილერიო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა. ასევე სისტემისთვის საჭირო 250,000 ჭურვი და რამდენიმე ზუნის რაკეტა. გარიგების ღირებულება, როგორც ვარაუდობენ, შეადგენს 199,400,000 ევროს, ანუ ცოტა ნაკლებს ვიდრე 230 მილიონი დოლარი. საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა უკრაინაში ჩავა ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით, ხოლო სისტემები უკრაინაში მოხდება ყოველგვარი მოდიფიკაციისა და განახლების გარეშე. ეს შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს საბერძნეთი უკეთეს გარიგებას იღებდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უკრაინისთვის ეს გარიგება იმას ნიშნავდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დიდი რაოდენობით საარტილერიო სისტემები, რომლებიც დიდი ხანია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ბრძოლის ველზე საფრთხეს წარმოადგენს. M-10 ჰაუბიცა შეიძლება არც თანამედროვე იყოს და არც სუპერჭკვიანი, მაგრამ მას შეუძლია ძალიან სწრაფად მიაწოდოს უზარმაზარი ცეცხლის ძალა. ომის პირობებში ეს მნიშვნელოვანია. ეს ბევრმხრივ გავს დროის კაფსულას, თუ როგორ იბრძოდნენ 10 წლეულების წინ, ვიდრე იმ ტიპის ტრადიციულ კონფლიქტს, რომელსაც თანამედროვე ეპოქაში ელოდებოდით. მეტი ასეთი ჰაუბიცა შესაძლოა უკრაინაშიც გაიგზავნოს. Army Recognition აღნიშნავს, რომ ბერძნული შეიარაღებული ძალები M-10A-ის 1980-იანი წლების დასაწყისიდან იყენებენ და მათ დაახლოებით 145 ერთეული ჰქონდათ ამ საარტილერიო სისტემის, სანამ 60 ერთეულის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ განაცხადებდნენ.
10 წლების განმავლობაში ეს სისტემა საბერძნეთის გრძელ დისტანციური артиლერიის მთავარი საშუალება იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც საბერძნეთი ნატოს სტანდარტულ 155 მმ-იან სისტემებზე გადადის, ის საჭიროებას აღარა და ზედმეტად ითვლება. უკრაინისთვის ეს მოდერნიზაცია შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მიიღოს ძლიერი артиლერია, რომელსაც შეუძლია რუსული თავდაცვა გაანადგუროს და ჯარები დაასუსტოს, როცა ისინი შეტევის დაწყებას ცდილობენ. ასე რომ ეს ყველასთვის კარგი გარიგება იყო და უკრაინისთვის კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურება, როცა ნახავთ იმ ჭურვების ჩამონათვალს, რომლებიც 60 ჰაუბიცთან ერთად ამიწოდებული. United 4 Media ამბობს, რომ უკრაინამ ამ გარიგების ფარგლებში მიიღო 50000 მაღალი აფეთქების მქონე M106 ტიპის ჭურვი და ასევე 40000 რაგრაკეტით გაძლიერებული M650 ტიპის ჭურვი. ასევე თითო 30000 ერთეული M509A 1-2 ორმაგი დანიშნულების კლასტერული საბრძოლო მასალა და M404 გაუმჯობესებული ტრადიციული საბრძოლო მასალა, რომლებიც მოგვიანებით M110-ისთვის იყო წარმოებული. ეს ნიშნავს, რომ ჰაუბიცები, რომლებიც უკრაინამ მიიღო, იქნება როგორც მრავალმხრივი, ასევე ძლიერი და ეს კიდევ უფრო გამოსადეგს გახდის მათ უკრაინისთვის ბრძოლის ველზე. სანამ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ, კიდევ ერთ კითხვას უნდა უპასუხოთ. შეძლებს თუ არა უკრაინა კიდევ მეტი M110 ჰაუბიცის მიღებას, ახლა როცა უკვე მიიღო ეს საწესკი პარტია? პასუხი როგორც ჩანს დადებითია, თუ Army Recognition-ის მტკიცებები საბერძნეთის მარაგების შესახებ სწორია. სავარაუდოდ კიდევ 85 M110 ჰაუბიცია, რომლის გადაცემაც საბერძნეთს შეუძლია, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რომ საბერძნეთში დარჩენილი ჰაუბიცები საკმარისად კარგ მდგომარეობაშია, რათა უკრაინისთვის გამოსადეგი იყოს. დაველოდოთ და ვნახოთ, მოხერხდება თუ არა კიდევ რაიმე შეთანხმების მიღწევა, რომელიც საბერძნეთს საშუალებას მისცემს მიიღოს სარგებელი იმ სისტემიდან, რომელსაც მოძველებულად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს სერიოზული ზიანის მისაყენებლად რუსულ არმაზე, რომელიც ძირითადად ისე იბრძვის უკრაინაში, თითქოს 1950-იან წლებშია გაჭედილი. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა უკრაინა M110-ების მიღებას შეერთებული შტატებიდან? საბოლოო ჯამში ეს ამერიკული იარაღია და არსებობს ინიციატივა, რომელიც ნატოს ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეიძინონ იარაღი შეერთებული შტატებიდან და შემდეგ მიაწოდონ უკრაინას. უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია, ანუ Perl, შეიძლება იყოს გასაღები იმისა, რომ უკრაინამ კიდევ მეტი ამ ტიპის ჰაუბიცა მიიღოს, თუ ისინი ბრძოლის ველზე საკმარისად ეფექტიანად დამტკიცდება და უკრაინას კიდევ მეტი მოუნდება. უკრაინის ნატოს მოკავშირეები ჯერჯერობით კარგად იყენებენ Perls. 2025 წლის დეკემბრისთვის მათ Perl-ის მეშვეობით უკრაინისთვის $4 მილიარდ მეტი პაკეტები დააფინანსეს. ეს არის ჭკვიანი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც თვითაც უკრაინა თავად ასახელებს, რა სამხედრო დახმარება სჭირდება, რათა ეს დახმარება პირდაპირ ფრონტის ხაზზე მივიდეს აშშ-დან შესყიდვების გზით. Perl-ის მეშვეობით უკრაინა თავად განსაზღვრავს, სად წავა მიღებული სამხედრო დახმარება. ნაცვლად იმისა, რომ იმედოვნებდეს, მოკავშირეები ისეთი იარაღს მიაწვდიან, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება. ასე რომ Perl შეიძლება იყოს გზა, რომლითაც უკრაინამ მიიღოს აშშ-ს მარაგებში არსებული M110 ჰაუბიცები, მაგრამ ამ გზის ბოლოს შეიძლება არ იყოს არანაირი ასაფეთქებელი საშუალება. დეგალის თქმით, აშშ-მ 1963 წელს ამ იარაღის პირველად წარდგენის შემდეგ 1100 M110 ჰაუბიცა აწარმოა. იგივე წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ეს სისტემა გარკვეულწილად აქტიურია სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ესპანეთი, ბარეინი, მაროკო და იორდანია, ასევე საბერძნეთი. ამ ქვეყნებიდან რამდენიმე, განსაკუთრებით ესპანეთი, თეორიულად შეძლებდა თავისი ჰაუბიცების ნაწილის უკრაინისთვის გადაცემას. რაც შეეხება აშშ-ს, დეგოლი აკეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას, რომ M110 ჯერ კიდევ აქტიურია აშშ-ს სამხედრო ძალებში, თუმცა ამავე დროს ამბობს, რომ ის 1990-იან წლებში ჩამოაწერეს და ამერიკის ერთადერთ თვითმავალ ჰაუბიცად მხოლოდ M109 დარჩა. ეს კითხვა ასე ჟღერს: რა ბედი ეწია იმ 1100 M110-ს? ჩვენ ვიცით პასუხი მაინც ზოგიერთ მათგანზე, რადგან Real Clear Defense არნიშნავს, რომ 1990-იან წლებში აშშ-მ გამოყენებული M110 ლულები გამოიყენა, როგორც დროებითი კორპუსები GBU-28 ტიპის ბომბებისთვის, რომლებიც გამოიყენეს სპარსეთის ყურის ომში ერაყის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ გვაძლევს პასუხს კითხვაზე, დარჩა თუ არა M110-ები ამერიკის არსენალში უბრალოდ ლულის გარეშე, თუ აშშ-მ მთლიანად გაანადგურა ეს საარტილერიო დანადგარები ლულის ამოღების პროცესში. თუ ეს ასეა, შესაძლოა უკრაინამ შეძლოს ისარგებლოს იმით, რაც დარჩა ამერიკის M110-დან და შემდეგ თავად დააწყოს ლულები ჰაუბიცებისთვის. ჩეხეთის ინიციატივამ, რომლის მეშვეობითაც საბერძნეთმა გაყიდა თავისი M110-ები უკრაინისთვის, შესაძლოა ამაში დაეხმაროს, თუმცა ეს მაინც სპეკულაციური იდეაა, რომელიც ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული რაოდენობის M110-ები და რაც მთავარია, მზად არის ისინი უკრაინას მიყიდოს Perl-ის მეშვეობით. მოდით გადავიდეთ ვარაუდებიდან და ალბათობებიდან, გადავხედებიდან და გადავხედოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხს. M110 ჰაუბიცის უკრაინაში გამოჩენამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს იმ ფრონტის ხაზის მონაკვეთებში, სადაც ეს იარაღი განთავსდება. ეს ფაქტორი მარტო ცვლის ამ იარაღებს ცივი ომის ეპოქის რელიქვიებიდან გადამწყვეტ ფაქტორებად. სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ახისგან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ეხლა რას მოუტანს უკრაინას M110? პირველ რიგში ის უზრუნველყოფს იმ ტიპის ცეცხლის ძალას, რომელიც უკრაინას артиლერიის მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში აკლდა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არნიშნავს, რომ უკრაინას საერთოდ არ ჰქონდა артиლერიის ძალა, მაგრამ ახლა მის ხელთ არსებული M110 რუსული ძალებისთვის რამდენიმე სახის განადგურებას მოიტანს. M110-ით ნასროლი ყოველი ჭურვი მიზანს 90 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 198 ფუნტი ასაფეთქებელი ძალით ურტყამს.
და რაკეტით გაძლიერებული ჭურვების დახმარებით, რომლებიც ვიცით, რომ უკრაინამ საბერძნეთისგან მიიღო, ეს ცეცხლის ძალა შეუძლია 30 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 18.6 მილამდე მიაღწიოს იმ ობიექტამდე, რომლის აფეთქებაც უკრაინას სჭირდება. ეს სიმძლავრე მობილურობასაც ერწყმის, რადგან თითოეული M-10 დამონტაჟებულია მუხლუხებიან შასიზე 405 ცხენის ძალიანი ძრავით, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს გადაადგილდეს, დაარტყას და ისევ გადაადგილდეს, რათა ბრძოლის ველის უფრო ფართო მონაკვეთი დაფაროს, ვიდრე უძრავი артиლერიით შეძლებდა. თუმცა ამ ცეცხლის ძალისთვის უკრაინას გარკვეული მსხვერპლის გაღება უწევს. Army recognition აღნიშნავს, რომ თითოეულ M-10 13-კაციანი ეკიპაჟი სჭირდება, რომელთაგან 5 მართავს M-10-ის მანქანას, ხოლო დანარჩენები მიხვებიან სატვირთო მანქანას, რომელიც ოპერაციაში გამოყენებულ ჭურვებს ატარებს. ეს საკმაოდ დიდი სამხედრო რესურსის ჩართულობაა და სწორედ ამიტომ უკრაინაში არსებული M-10-ები სპეციალურად საარტილერიო ბრიგადებშია განთავსებული. ამ ეკიპაჟებს აქვთ იარაღი, რომელიც, როგორც იგივე წყარო აღნიშნავს, -2-დან 65 გრადუსამდე იწევა, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ 30 გრადუსით ტრიალდება. M-10-ის ასევე აქვს მექანიკური სათადარიგო მართვის სისტემა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ჰიდრაულიკის მარცხის შემთხვევაში. ამიტომ უკრაინას მოუწევს ეკიპაჟების ამ სისტემის გამოყენებაზეც გაწვრთნა. სიჩქარეც შეიძლება იყოს პრობლემა. M-10 ჩვეულებრივ ისვრის ერთ ჭურვს 2 წუთში ერთხელ, თუმცა როგორც ამბობენ, მტრის წინააღმდეგ ინტენსიური ცეცხლის დროს შეუძლია წუთში 2 ჭურვის გასროლაც. ეს იმ შემთხვევაში თუ იარაღის სწრაფად გადატენვა შესაძლებელია, რადგან მას მხოლოდ 2 ჭურვი აქვს. მაგრამ M-10 სრულყოფილი იარაღი ნამდვილად არ არის. მაგრამ ის იმდენად ძლიერად ურტყამს, რომ უკრაინის მიერ მის გამოსაყენებლად გაღებული მსხვერპლი თითქმის უმნიშვნელოდ ჩანს. M-10 იგივეა როგორც ძლიერი დარტყმა, რომელსაც უკრაინა სწრაფი და მცირე ჰაუბიცებით რუსულ პოზიციებზე მიყენებულ სწრაფ დარტყმებს ამადებს. და ცეცხლის ძალის ეს კომბინაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რატო იქნება M-10 გარდამტეხი ფაქტორი, როგორც მალე გაიგებთ. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, გასათვალისწინებელია ფასიც. დიახ, M-10 ძველი აღჭურვილობაა. ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, რასაც უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან იღებს. მაგრამ არსებობს კარგი მიზეზი, თუ რატო გადაეხადა უკრაინამ ფული 60 ეთელში, ნაცვლად იმისა, რომ დაჟინებით მოეთხოვა საბერძნეთს თავისი ძველი საარტილერიო დანადგარები ეჩუქებინა. ხოლო ჭურვებზე ის 230 მილიონი დოლარი, რაც უკრაინამ დახარჯა, თითო ძლიერ ჭურვზე ოდნავ მეტი, დაახლოებით 1500 დოლარი გამოდის. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინამ თავად ეს 60 M-10 უფასოდ მიიღო. ასე არ ყოფილა. ისინი ფასში უნდა შევიდეს. ასე რომ 230 მილიონი დოლარი უკრაინას ძალიან დიდი ცეცხლის ძალა, ძალიან იაფიაფად მოუტანა. Defense Express-ის მიხედვით, საბერძნეთმა თითოეული M-10, რომელიც უკრაინას მიყიდა, 520,000 ევროთ, ანუ დაახლოებით 599,000 დოლარად დააფასა. თუ ამას 60-ზე გაამრავლებთ, ჰაუბიცებისთვის დაახლოებით 35.9 მილიონი დოლარი გამოდის. ეს კი თავის მხრივ უკრაინის ხარჯს თითო ჭურვზე $1,300-ზე ნაკლებამდე ანცირებს. უკრაინას მხოლოდ ის დარჩენია, რომ თავისი M-10-ებით რამდენიმე ტანკსა და ჯარისკაცთა შეკრებაზე დაარტყას და артиლერია პრაქტიკულად თავის თავს ამართლებს. ესეთი ინვესტიციის დაბრუნება უზარმაზარია ქვეყნისთვის, რომელიც უკვე 4 წელია რუსეთთან ომის გამო სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის. ეს სირთულეები შემსუბუქდება, როდესაც უკრაინა საბოლოოდ დაიცლებს 105 მილიარდი დოლარის სესხის მიღებას, რომლის გაცემაზეც ევროპის კავშირმა აიღო ვალდებულება. BBC აცხადებს, რომ სესხის პირველი ნაწილი უკრაინაში შესაძლოა უკვე აპრილში შევიდეს, თუმცა მთავრობის გეგმა 2026 წელს 112 მილიარდი დოლარის დახარჯვის შესახებ მაინც ტოვებს დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის დეფიციტს. ყველაფერი, რასაც უკრაინა შეძლებს საკუთარი ხარჯების შესამცირებლად და ამავე დროს რუსეთისთვის მაქსიმალური ფინანსური ზიანის მისაყენებლად, დადებითი ნაბიჯია. და იაფი M-10-ები, რომლებიც უკრაინამ ახლახან მიიღო, კარგად ჯდება ამ სტრატეგიაში. ასევე არის მრავალმხრივობა, რომელსაც MS-10 უზრუნველყოფს. და სწორედ აქ იწყება სერიოზული საკითხები, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის. 52 საარტილერიო ბრიგადა, რომელმაც M-10-ების პირველი პარტია მიიღო, იღებს იარაღს, რომელიც იდეალურად ავსებს დანარჩენებს, რომლებსაც ის რუსეთის ძალების წინააღმდეგ საარტილერიო შეტევებში იყენებს. ბრიგადას უკვე აქვს ადგილობრივი წარმოების ბოდანა, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ზუსტი დარტყმებისთვის რუსეთის პოზიციებზე დიდი მანძილიდან. ასეთი ტიპის არტილერია იდეალურია სამეთაურო და საკონტროლო ცენტრების, საბრძოლო მასალის საწყობების და უკანა ახლო ზოლში მდებარე სხვა სტატიკური ობიექტების დასარტყმელად, რომლებსაც რუსეთი ეკორდნობა უკრაინის თავდაცვაზე შეტევებისას. ასევე ბრიგადის აღჭურვილობაში შედის RM-70 ვამპირი, რომელიც გამოიყენება მასშტაბური ცეცხლის მისიისთვის ტექნიკისა და ჯარის კონცენტრაციებზე, რაც მას იდეალურ არჩევანად აქციებს რუსეთის მექანიზებული შეტევების წინააღმდეგ. M-10 ამ შესაძლებლობას აფართოებს და უზარმაზარი ცეცხლის ძალას აწვდის უკრაინის артиლერიის ბრიგადებს, რომლებიც ადრე ვახსენეთ. ამ ამერიკულმა ჰაუბიცამ 52 артиლერიის ბრიგადას ახლა შეუძლია დაარტყას გამაგრებულ და მაღალი ღირებულების სამიზნეებს, რომლებსაც RM-70 ვამპირი ვერ ანადგურებს. ეს ბადანას აძლევს საშუალებას დაარტყას სამიზნეებს უფრო დიდ მანძილზე, ვიდრე M-10-ის შეუძლია, რაც არსებითად ქმნის артиლერიის უფრო ფენოვან მიდგომას, ვიდრე უკრაინას აქამდე ჰქონდა. ვამპირი ანადგურებს შეტევის ერთეულებსა და ტექნიკას. M-10 ანადგურებს გამაგრებულ სამიზნეებს ამ შეტევების უკანა ხაზზე, ხოლო ბადანა ანადგურებს რუსეთის უკანა ნაწილს, რათა მომავალი შეტევები უფრო სუსტი და კიდევ უფრო ადვილად დასაშლელი გახდეს. ამჟამად უკრაინის 52 артиლერიის ბრიგადა ასრულებს მისიებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უზრუნველყოფს ცეცხლის მხარდაჭერას და ატარებს კონტრბატარეის ოპერაციებს, იტყობინება მილიტანი. ეს ბრიგადა წებრძვის რუსეთის ლოგისტიკას, რაშიც M-10-ები დაეხმარებიან.
Defense Express დამატებით რამდენიმე დეტალს გვაცდის და აღნიშნავს, რომ ბრიგადა ამჟამად მოქმედებს ხარკოვისა და კრამატორსკის სექტორებში, სადაც EMAS-10-ები სავარაუდოდ უკვე ჩართულია ბრძოლაში. ამ ორ დასახლებას შორის მეორე ძალიან მნიშვნელოვანია. კრამატორსკი ერთ-ერთი იმ 4 დიდი ქალაქიდანაა, რომლებიც დონეცკის ციხესიმაგრის სარტყელს ქმნიან, რომელიც დაახლოებით 50 კილომეტრზე, ანუ 31 მილის მანძილზეა გადაჭიმული H20 კონსტანტინიუკას სლოვიანსკის გზატკეცილზე. ამ სარტყლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს ქალაქი უნდა გაძლოს, რაც შეიძლება დიდხანს, რათა უკრაინამ შეძლოს მისი გამოყენება რუსული ძალების გასანადგურებლად, როცა ისინი შეეცდებიან პუტინის მიზნის შესრულებას, დონეცკის და შესაბამისად დონბასის წართმევას უკრაინისგან. კრამატორსკი უკვე ჯოჯოხეთად იქცა შემოჭრილი რუსული ძალებისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინამ 10 წელზე მეტი გაატარა მისი თავდაცვის გამაგრებაში რუსეთის თავდაპირველი აგრესიის კამპანიის 2014 წლის შემდეგ. ახლა როცა EMAS-10-ები უკვე ბრძოლის ველზეა, ნებისმიერი ჯარის კონცენტრაცია ან გამაგრებული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მცდელობასთან ქალაქის დასაპყრობად, აღმოჩნდება უზარმაზარი ცეცხლის ძალის წინაშე, რომელსაც ისინი ვერ გაუმკლავდებიან. ეს აღწერს თუ როგორ იყენებს უკრაინა სავარაუდოდ თავის MS-10-ებს ამჟამად. მაგრამ მას აქვს ამ ჰაუბიცებიდან 60 ერთეული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 52 საარტილერიო ბრიგადას ყველა მათგანი ხტავდეს. მეტი მათგანი ჯერ კიდევ მზად ოფნაშია და მრავალფეროვანი ჭურვების გამო, რასაც MS-10-ის თავაზობს, უკრაინისთვის უამრავ სხვა შესაძლებლობას ხსნის. მაგალითად ავიღოთ უკრაინის განადგურების ზონები. ეს ზონები, რომლებიც რამდენიმე მილზეა გადაჭიმული და სავსეა დრონებითა და სხვა თავდაცვითი საშუალებებით, უკვე ანადგურებს პუტინის ძალებს. United 24 მედია კარგად ხსნის მიზეზს, რადგან მან ვიზუალურ განმარტებაში აჩვენა, თუ რას შეიცავს ტიპური განადგურების ზონა, რაც საშინლად წასაკითხია, თუ რუსი ჯარისკაცი ხარ. ამ განადგურების თითოეულ ზონაში არის როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ქვეითსაწინააღმდეგო საამდეგო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ გაანადგუროს ყველაფერი, რაც მათ გავლას შეეცდება. ზემოდან მუდმივად მფრენი დრონების გარდა, იქ არის ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო თხილები და ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილები, რომლებიც განკუთვნილია რუსული ჯავშან ტექნიკის შესაჩერებლად. ქვეითად შეღწევას რომ შეეცადონ, ჯარისკაცებს მოუწევთ გაუმკლავდნენ მავთულხლართების კილომეტრებს, დრონებს და გვირაბების ქსელებს, რომლებიც უკრაინამ ააშენა რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩასაფრებების გასამარტივებლად. ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს EMAS-10-თან? უკრაინის სასიკვდილო ზონები ნამდვილად ამართლებენ მათ სახელს, რადგან ისინი სავსეა რუსული შეტევების შედეგად დაღუპული ადამიანებითა და ტექნიკით ფრონტის ხაზის მთელ სიგრძეზე. თუმცა მათი მეორე მიზანია კონკრეტული ტერიტორიის მონაკვეთები რუსული სახმელეთო ძალებისთვის მიუწვდომელი გახადოს. ამის გამო ამ ძალებს პირდაპირ გავლა კი არ შეუძლიათ, არამედ გვერდისავლა უწევთ. სწორედ აქ ერთვება არტილერია. მკვლელი ზონების კონივრული გამოყენებით, უკრაინას შეუძლია რუსი ჯარისკაცები ფართო ღია სივრცეებში მიმართოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის პოზიციებსა და იმ თავდაცვით ხაზებს შორისაა, რომელთა შტურმით სურთ ქვეყნის ჯარისკაცებს. ეს ჩასაფრებებს იწვევს. არტილერია ჭურვებს აწვიმებს, ხოლო FPV დრონები დაფრინავენ და დაუნდობლად ანადგურებენ ჯავშანსა და ჯარისკაცებს. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ ისვრიან EMAS-10-ები თითქმის 200 ფუნტიანი ჭურვებს ამ ჩასაფრების წერტილებში. არაფერს, რასაც რუსეთი მიწაზე აგზავნის, არ ექნებოდა შანსი. და ეს არის ის, რაც რუსეთს მომავალში ელის, როცა გაზაფხულის შეტევას დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ. უკვე სასიკვდილო ზონები კიდევ უფრო საშიში გახდა, რადგან უკრაინამ მიიღო მოძველებული ტექნიკა, რომლის ხელახლა განახლებაც შესაძლებელია. ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთის მთავარი ტაქტიკა უბრალოდ საზარბაზნე ხორცის და ხანდახან ჯავშან ტექნიკის გაგზავნაა უკრაინის თავდაცვის გასატეხად. ესეთი მოძველებული ტაქტიკა ისეთი არ აქვს, როგორიცაა EMAS-10 არამხოლოდ გამოყენებაც, არამედ სრულიად გამანადგურებელს ხრის ნელა მოძრავი რუსული შეტევის წინააღმდეგ, რომელიც თავად გადაიქცა ასეთი ძლიერი მტაცებლისთვის იდეალურ ნადავლად. ცივი ომის ტიტანი უკრაინაში ხელახლა გააცოცხლეს. თუ რუსეთს სურს ომი უძველესი სტრატეგიებით აწარმოოს, უკრაინას ახლა აქვს იარაღი, რომლითაც შეუძლია პუტინის ტაქტიკას დაუპირისპირდეს. და დიდი ალბათობაა, რომ უკრაინა საინტერესო ახალ გზებს იპოვის თავისი EMAS-10-ების მოდერნიზებისთვის, ახლა როცა ეს იარაღი აქვს. ქვეყანა სპეციალიზებულია იმ დასავლური აღჭურვილობის განახლებაში, რომელსაც იღებს. და ამის საუკეთესო მაგალითია ის, რასაც უკრაინა თავისი M1 აბრამსის ტანკებით აკეთებს. გინდა მეტი გაიგო? უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რომელიც ასახავს ისეთ გენიალურ განახლებას, რომ თვით ASHS-საც კი სურს. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერე სამხედრო შოუ, რომ ნახო მეტი ჩვენი სიუჟეტებიდან იმ უახლეს იარაღებზე, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსეთის წინააღმდეგ. და როგორც ყოველთვის, მადლობა ურებისთვის.